და 300 მილიონი დოლარი, როდესაც გაქვს ნაშოვი და ბიძინა ივანიშვილი კიდე გირეკავს და გეჭკუბება, გაგინებს ტყევლის და თავში გირტყავს, ორღობის ვირიც უკვე ვეღარ შეეგუებოდა მაგ ამბავს. დინებების შემდეგ როდესაც იღლება და წყევლაზე რო გადადის, მე ამ თქონდა ნანახი არადროს გამოგიტყდებით. ბიძინა ივანიშვილი დღეში იმდენ ტყუილს იძახის, რომ თვითონ ავიწყდება. ეს ყველაფერი მისი ტვინის ნაჟურია? ვერ არის კარგად ხო რა და იქნება ვინმე წესიერი კაციო დაუნიშნოთო მოადგილეთო თორე გიჟია და პარტიის ოფისს გადაწვავსო. მართლა ჯერა რაღაც დამის თუ უბრალოდ ამას არა არ დაიჯეროთ. ქართული ოცნების ოფისში რაღაცების მოწმე გახდი. ბიძინა ივანიშვილის პირადი ბრძანება იყო ის რომ პოლიციელებისთვის არ მოემატათ ხელფასები. წარმოუდგენლად მშიშარა ადამიანი არის და წარმოუდგენლად ეჭვიანი. ვინ არის ის ადამიანი, რომელიც მას რჩევებს აძლევს? ხვედელიძე გამოირჩევა ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებებით. ფარცხალადზე კიბოსავით შევიდა ქართულ ოცნებაში. ფულის გათეთრებაც ხო ბიძინამ დაავალა რომ წადი ეხა ევტუჩენკოვის ფული გაათეთრე, ეგენიც გადააგდო სხვადასხვა. ეს არის მისი ასე ვთქვათ მონებად ადამიანების ქცევის გზა? სასულიერო პირები, რამოდენიმე გამორჩეული რომლებსაც საპატრიარქოზე ალტერნატიული ჭორები აქვს და დღევანდელი თავდაცვის მინისტრი ურთულეს სიტყვებით მოიხსენებდა ბიძინას. ისე ბევრს აქვს 4 ოქტომბრის იმედი? კი ბატონო. არა კობახიძე უკვე წასულია. კობახიძეზე გადატეხა ყველაფერი. მოგესალმებით, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინა, ეს არის გადაცემა აქცენტები, მე ვარ ეგა კვესიტაძე. მე თუ მკითხავთ, ვინ არის დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მტერი, არ გეტყვით რომ ეს პუტინია. არამედ ეს არის ერთი შეშლილი, მოხუცი მანიაკი, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს. პირველი და მთავარი გაანადგუროს საქართველოს როგორც სახელმწიფო და რუკიდან გააქროს ის, რაც ნაწილობრივ სამწუხაროდ გამოუვიდა, მეორე გაიხანგრძლივოს თავისი სიცოცხლე და მესამე იშოვოს რაც შეიძლება მეტი ფული. რადგან თვლით, რომ ის ჩვენი მთავარი მტერია, ამიტომ აუცილებელია მასზე დეტალურად ყველაფერი ვიცოდეთ და ვიცოდეთ მისი სისუსტეები. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ივანიშვილზე, მის მართვის სტილზე, იმ ამბებზე, რომელიც მის გარშემო ხდება. ამიტომ ამ გადაცემაში დავპატიჟე ადამიანი, რომელთანაც ინტერვიუმ დიდი გამოხმაურება პოვა TV პირველთან, თუმცა ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა მასთან უფრო გრძელი და უფრო დეტალურად ჩაშლილი ინტერვიუ გამეკეთებინა. ეს ადამიანი არის გიორგი მუხიგულაშვილი. გიორგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. ჩვენ გავშლით სამ ძირითად თემას. ეს არის რა მმართველობის სტილი აქვს ივანიშვილს, ანუ როგორ შეძლო მან ხელისუფლების ამდენი ხანი შენარჩუნება ამ სტილით. მეორე, ფიქრობ თუ არა, რომ ის არის რუსეთის კაცი, რომელიც ასრულებს ბრმად რუსეთის დავალებებს, თუ ყველაფერი, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, არის მისი გაძლიერებული პარანოიის ნაყოფი. მესამე, ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს ისეთ სიტუაციაზე, როდესაც ივანიშვილმა თავის გარშემო წრე ძალიან დაავიწროვა. მისი მთავარი მოკავშირეები რეჟიმის შენარჩუნებაში, ლილუაშვილი და გომელაური არიან უკვე მისი მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაყვანილები და აქცენტი აქვს გაკეთებული მხოლოდ მდინარაძე კობახიძეზე. ეს ყველაფერი აშინებს თუ არა კოცებს მის გარშემო, ასუსტებს თუ არა მას, თუ პირიქით ხდება მისი ძალაუფლების უფრო მეტად გაძლიერება და ასევე მე მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა ხდება დღეს, რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე მოცემულ სიტუაციაში, რომელთაც შეგვიძლია ვისარგებლოთ. მაგრამ სანამ ამ თემებზე დავიწყებთ საუბარს, მინდა რომ მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რა გაკავშირებთ ივანიშვილთან, რამდენი ხანი გქონდათ მასთან კომუნიკაცია, იმისათვის რომ მეტი სანდოობა გაჩნდეს ამ ინტერვიუს მიმართ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ბიძინა ივანიშვილთან მქონდა დაახლოებით სამწლიანი ურთიერთობა, რადგანაც ვიყავი მისი ლალი ბიძაშვილის სიძე. და აქედან გამომდინარე მიწევდა ხოლმე ხშირად ურთიერთობა როგორც მასთან, ისე მის სანათესავსთან და მანამდეც ერთგვარ დაკვირვებას იწვევდა ხოლმე ბიძინა ივანიშვილი ჩემი მხრიდან, მაგრამ უკვე როდესაც ის ახლოს გავიცანი, უკვე ბევრ რაღაცას მივხვდი, ბევრ რაღაცას სხვანაირად გადავაკვალიფიცირე და
გამოვიტანე საერთო აზრი ის, რასაც ყოველთვის ვიძახიმე ტელეეთერებში. და ამ ხნის განმავლობაში, ამ 3 წლის განმავლობაში გქონდათ მასთან პერსონალური ურთიერთობები, პირადი ურთიერთობები, რაც ინტერაქცია, რაც საშუალებას გაძლევთ უკეთესოდ გაგეცნოთ ის, ხო? პერსონალურ ურთიერთობებს ვერ უწოდებ პერსონალური ურთიერთობები, ალბათ ქართული ოცნების რამოდენიმე მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ, მაგრამ ჰქონდა ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მასთან ურთიერთობები და ჰქონდა იმისი შესაძლებლობა კითხვა დამესვა, პასუხი მიმეღო და აქედან გამომიტანა აზრი, რას ფიქრობს ის, როგორი წარმოდგენები აქვს მას ქართულ ხალხზე და როგორი წარმოდგენები აქვს მას ზოგადად საქართველოზე. და იცნობთ მისი გარემოცვის ახლო წევრებსაც კარგად. კი, ბევრად კარგად ვიდრე თავიანთი მშობლები იცნობენ მათ. ეგ როგორ მოხდა? ბევრად დაკვირვებული ადამიანი ვარ და ბევრად მეტად ვაკვირდები ადამიანებს, ვიდრე ეს უნდა იყოს ჩვეულ მოვლენაში. კი ბატონო, მოდი მაშინ დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ ივანიშვილის ურთიერთობის სტილით ადამიანებთან, მასზე დაქვემდებარებულ ადამიანებთან როგორი ურთიერთობა აქვს და შესაბამისად ეს ურთიერთობები განვიხილოთ პრემიერ-მინისტრების მაგალითებზე, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ წლების განმავლობაში ივანიშვილის მაშინ როდესაც ივანიშვილს ვინმე აღარ მოწონდა, ის საერთოდ ქრებოდა პოლიტიკიდან. ასე მოხდა გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში, შემდეგ ბახტაძე, შემდეგ გახარია, შემდეგ რასაკვირველია ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილზეც ვილაპარაკეთ და შემდეგ ირაკლი კობახიძე. აი მოდი და კარგად რომ გავერკვეთ ამ კაცის მმართველობის სტილში, ავხსნათ როგორი ურთიერთობა ჰქონდა პრემიერ-მინისტრებთან და რა შეეწირა თითოეული პრემიერ-მინისტრი. კარგით, დავიწყოთ პირველი ქართული ოცნების მეორე პრემიერ-მინისტრობიდან ეს მეორე პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ამცირებდა. ჩვენ იცით რა არის, აი რასაც მე ვიძახი, ხო, მაყურებელი რომ დაუფიქრდეს და ძველი ინტერვიუები რომ გადაახვიოს, აბსოლუტურად ყველაფერში დამეთანხმება რა და ჩვენ ვნახეთ კრედიტ სუისის სასამართლოზე ჩართვა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს გაურკვეველ პიროვნებად მოიხსენიებდა და ჩვენ რაც გინდათ ის დაუძახეთო. ანუ რაღაც დივანივით ყავდათ რა ეს? ის დაარქე, როგორც გინდა თქვენ რომელი სახელითაც გინდათ იმით მოიხსენიეთ. კი, კრედიტ სუისის წარმომადგენლებს თავაზობდა რომ რაც გინდათ ის დაუძახეთ. იგივე დამოკიდებულება ჰქონდა მას როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდგომ პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილს აკომპლექსებდა ყოველთვის ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კლანი ძალიან მოკლე დროში გაძლიერდა. ალბათ 6-7 თვეში უკვე ათეულობით $1,000,000 ფლობდნენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ეს გარდამავალი პერიოდი რო იყო, ხო, ბიზნესმენებთან ძალიან კარგად გამოიყენეს ეს პერიოდი და ერთგვარი ჩაწყობებით თანამდებობების გაყიდვა პირველად დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა. როდესაც ჩვეულებრივად იყიდებოდა თანამდებობები შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით. ბიძინა ივანიშვილისთვის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა ძალიან მოკლე დროში გახდა საფრთხის შემცველი. მაგრამ თუ იმას გავიხსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან აქონდათ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდან აუდიო ჩანაწერები, როდესაც მოკლე დროში გამდიდრებული ეგრეთ წოდებული კახელების კლანი ძალიან აგდებულად და აბუჩად მოიხსენიებდნენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში კახურ იუმორ შემცველი გინებითაც გამოირჩეოდნენ ხოლმე ბიძინას მიმართ და ამ ჩანაწერებით ბევრი დაწინაურდა სხვათა შორის მივიდოდნენ იქ. ანუ ეს ჩანაწერები მიუტანეს, რომ არაფორმალურ ვითარებაში გაკეთებული ეს ჩანაწერები, როგორ მოიხსენიებდნენ მას ღარიბაშვილის კლანის წევრები, ეს ჯანყარაშვილ თამაზაშვილები, ეს მიქონდათ ივანიშვილთან.
ანუ ივანიშვილის კარზე ჩანაწერებს ძალიან დიდი როლი აკისრია, ხო? დაწინაურებაში მეტყვი. ალბათ პირველი იქნება ბიზნეს კარზე ჩანაწერები და ზოგადად კომპრომატების ფრიალი. მე ჩვენ ვნახეთ, როდესაც ეს ადამიანები ძალიან ბევრ ინფორმაციებს და ჩანაწერებს ასევე ბიზნეს გარემოცვის წევრებზე ფლობდნენ. იმიტომ რომ ეხა ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაში, რომლებსაც უკვე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და სწორედ გათვალეს მათი კუთხით, რომ ალტერნატიულად, ანალოგიურად ბიზნესზეც ჰქონოდათ კომპრომატები, რომ ბიზნესა მათ არ შეხებოდათ არასდროს. და ბიზნესა ივანიშვილი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ის მოვიდა ხელისუფლებაში და ის იყო ნომერ პირველი, რომ ბევრ ძალიან დიდ სისულელეს აკეთებდა წინ დაუხედავად და მას ეგონა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იქნებოდა ყველაფერი შერჩებოდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ როდესაც დაჩაგრული, გაღარიბებული, სამსახურიდან გაგდებული ადამიანები უკან დააბრუნა, მადლიერების მაგივრად მიიღო მტრობა. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი თავის დამცირებებით პიროვნული დამცირებები უყარს ძალიან, ეს არის მისი ჰობი. დამცირებებით. ეს ძალიან მინდა გავშალოთ, გიორგი, იმიტომ რომ ბევრისგან გამიგია, მათ შორის ბაჩეშვილისგანაც გამიგია, რომ წარმოუდგენლად დიდ შეურაცხყოფებს აყენებს ადამიანებს, რომ აი აგინებს აბსოლუტურად ღირსებას, აბსოლუტურად ულახავს ღირსებას. ეს გამიგია ბიზნესმენებისგანაც, ანუ ყველასგან ისმის ეს, რომ აი პირად ურთიერთობებში ის არის უკიდურესად მკაცრი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება უყვარს ამ ხალხის დასამცირებლად. მე მაგალითად, ქალბატონო ეკა, მე მაგალითად მსგავსი გინებები მეც თბილისში გავიზარდე, ქუჩაც მაქვს ნანახი, პროსი ასაკი ადამიანების ჯგუფიც მაქვს ნანახი და მე მსგავსი გინებები და გინებების შემდეგ როდესაც იღლება და წყევლაზე რო გადადის, მე ამ თქონდა ნანახი არადროს გამოგიტყებით. ეგეთი მწარე გინება და შემდგომ გინება რო ამოეწურება და წყევლაზე რო გადადის, არის მე ნამდვილად ამ თქონდა ივანიშვილის წყევლის მოსმენა საინტერესოა, რატო ჯერა წყევლის თუ არჩილ თალაკვაძეს კითხეთ და გეტყვით. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მაგას წყევლის კომოსპაზე რო გავწავიდა ეთყობა მაშინ დაწყევლა. არა, ეგ იყო არჩილ თალაკვაძეს პროტესტი იმ შეურაცხყოფებზე, დამცირებებზე და წყევლა გინებაზე. გადაროსაც ეჭვიან რაღაცად მოიხსენია რა ბიძინა ივანიშვილი. მე კი ამტკიცებდა ეგრე არ არისო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით. ეგეც ჩაწერეს და მიუტანეს? ეგ პირდაპირ ტელევიზიიდან გაჟღერდა, ხო, ეგ ყველაფერი. ხო და ბიძინასთვის სრულიად საკმარისია, თუნდაც ვინმე ავიდეს მასთან და უბრალოდ ჭორი აუტანოს. ბიძინა არის ადამიანი, რომელიც ატანილ ჭორს არასდროს არ ამოწმებს და პირდაპირ რეაგირებას აკეთებს. ძალიან მოწყვლადია ჭორების მიმართ. იმიტომ რომ სულ აქ კომპლექსი რომ ვიღაც მასზე ცუდრამეს ლაპარაკობს. კი ბატონო. და თვითონ გამოვიდა ეხლა და თქვა, ხო, რომ მე დავიღალეო, ჩემი გვარით გაგუნება აღარ მინდაო, როდესაც მუდმივად გინება და ლანძღვა მესმის, ანუ ივანიშვილი ასოცირდებოდა წინა ხელისუფლების დროს ხელმოქმედ ადამიანთან, ეხლა ასოცირდება ალბათ დეგის გინებასთან, იმიტომ რომ მის გვარს ქართული ოცნების წევრებიც კი უკვე აღარ მოიხსენიებენ სხვანაირად. ამაზე გადავიდეთ. მოდი ეს ხაზი არ დავკარგოთ, გიორგი და ხო, ეს ეხლა ცნობილი ამბავია თავის გამოსვლაში, ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც თქვა, რომ ღარიბაშვილი რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან და მკითხა, არ არის ბატონო ბიძინა დრო რომ წავიდე, ბოლოს უთხარი და იმიტომ რომ მის ნათესაობას წაუწდა ხელი კორუფციაზე, ჯანყარაშვილი, თამაზაშვილის კლანი იგულისხმა და შემდეგ ის რაღაცა პერიოდი იყო გაწეული, ხო? ამის შემდეგ სანამ ხო, აბა როგორ იყო? არ არის ეგ მართალი. ღარიბაშვილი ბოლომდე ებღაუჭებოდა თავის სავარძელს, როდესაც მაიაც ქიტიშვილის პირით შეუთვალა ბიძინა ივანიშვილმა, რომ უნდა გააკეთებინა განცხადება გადადგომაზე.
არა, რასაკვირველია, მე ამას არ ვამბობ, რომ ის მიდიოდა და ეკითხებოდა ივანიშვილს უნდა წავიდე თუ არა, ანუ ესე მოყვა ივანიშვილმა ეს ამბავი. ივანიშვილმა ბევრი რაღაცა მოგიყვანა. რასაკვირველია, ხო? შემდეგ გაწიეს, ხო, ის კი, ღარიბაშვილი ძალიან ჩემთვის უაზრო ხერხებით ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას, იმიტომ რომ ღარიბაშვილის პროექტი იყო ეს ერთქესენთა ქორწინება, ვითომ რომ უნდა დაეშვათ ქვეყანაში და მე ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა რომ დედა, მამა და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. სხვათა შორის ეგ სტატუსი დღემდე მოყვება ღარიბაშვილსა და მაგით ძალიან ბევრი ადამიანის გულები მოიგო, რომ რაღაცა კონსერვატორი, რაღაცა ქართველი კონსერვატორი კაცი, რომელიც ჩვენს რაღაცა სურვილებს ეხმიანება, ხო? კი, ასეთი ბოლოს ასეთი, თქვათ, რეპუტაცია ქონდა ღარიბაშვილს თავის მომხრეებში. კი ბატონო. კი ბატონო, ეხლა ხო, ანუ რატო მოიშორა? ეს იყო კორუფცია. მოდი, ამას მივყვათ. რატო მოიშორა ღარიბაშვილი კორუფციის გამო და შეეშინდა რომ უკვე ძალიან, ასე ვთქვათ, გათავხედდა და მის არა, ნახეთ, კორუფცია ეხლაც არის. და ყოველთვის იყო. არა, ძალიან დიდი კორუფცია იყო და კლანის გაძლიერება იყო სხვადასხვა რამე. არა, ერთპიროვნული, როგორ გითხრათ, ერთპიროვნული ბუდა არისო ღარიბაშვილის კლანში. ბიძინა, ანუ მაგას არ აკერპებდნენ, არ სცემდნენ პატივს. ანუ ვერ დაიმსახურა ის, რაც მას უნდოდა რომ გაეკეთებინა, ანუ ყოფილიყო ერთპიროვნული რაღაცა ბუდა რა და თაყვანი ეცათ რა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან განსხვავებული ხასიათის გამოდგნენ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაიმსახურა მაგ ადამიანებში ვერც პატივისცემა, ვერც შიში და სულ ეგ იყო რა, ანუ პიროვნული უპატივცემლობის გამო. მერე სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 2015 წლისთვის მე მქონდა ერთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელმაც ესე გამიცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ჭორი გააგდო, რომ ვითომ ღარიბაშვილი გააგდო ბიძინამ და ეს ქართული ოცნების წევრებისთვის, აი როგორც დღეს რიჟვაძე არის, ხო, რაღაც გამდვირებული ურანი და მასთან მიყარება ან ასოცირება არ შეიძლება, ზუსტად ეგრე იყო ირაკლი ღარიბაშვილი, მეტიც მე რომ ბიძინა ივანიშვილის დედის გარდაცვალების დროს სამძიმარზე რომ შევდიოდი ხოლმე, ღარიბაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ცალკე გარიყულად იდგა და ადამიანები მიდიოდნენ და თავს უქნევდნენ შორიდან ესალმებოდნენ, იმიტომ რომ ყველა მიცოდა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს ის გაგდებული ყოლია და ნუ მისთვის ძალიან მიუღებელი პიროვნება იყო და ეგრე არის დღესაც რა, თორნიკე რიჟვაძე სადაც უნდა გამოჩნდეს, ვერავინ ვერ გაბედავს რომ მივიდეს და ხელი ჩამოართვას. ეხლა განსაკუთრებით. ზუსტად იგივე გზა გაატარა ღარიბაშვილს იგივე გზა გაატარა რაც დღეს ხდება. ოღონდ მე მოაბრუნა, ხო? იცით რა? კი, და ბიძინა არის ეგეთი ადამიანი, რომ ჯერ მოხსნის ან დაგჭა, ან გვერდზე გაგწევს, სათადარიგო ადამიანად გვერდზე გაგწევს, რა დროსაც გუნდისგან გაირიყები ავტომატურად, რახან ბიძინა ივანიშვილი გვერდზე გაგწევს და გინახავს. აი, როგორც ეხა დინარაძე ყავდა შენახული. დინარაძე იყო ადამიანი, რომელიც ვერ წინაურდებოდა ვერასდროს, იმიტომ რომ დინარაძესნაირად ნამუსგარეთ გაწყვეტილად, აი, ნამუსი არ არსებობს მაგ ადამიანში, ხო? მსგავსი ადამიანი ვერ მოიძებნა ქართულ ოცნებაში, რომ ყველაფერზე განცხადების გაკეთება რო შეეძლოს და ანუ მაგალითად ქართული ოცნების წევრმა რომ მოკლას არაქართული ოცნების წევრი დინარაძე გამოვიდა და იტყოდა რომ აი დღეს ამ ადამიანს მართალია კი მოკლა, მაგრამ ამ ადამიანს გადასახადები აწუხებდა, კრედიტი აწუხებდა და დღეს რაგინა 60-ში არის და არაფერი არ აწუხებს. პირიქით მადლობა გვითხრით ჩვენ. ძალიან აბსურდული გამართლებები ჩვენ გვახსოვს, როდესაც ბათუმში ოცნების ქალაქში ბავშვები გარდაიცვალნენ, მაშინ ჩვენ გვახსოვს, ხო, აი ეს დინარაძეს უაზრო ლაპარაკი და დინარაძეს აყოლილი მთელი ქართული ოცნების გუნდი, როდესაც კი ბავშვები მოკვდნენ, მაგრამ თავარია ქვეყანაში მშვიდობაა. სხვათა შორის იცით ხო, რო არ ეს რა ქვია მოუწყდათ მთავარ თემას. ანუ ღარიბა ესეთი ტაქტიკა, ხო, რო ესეთი ტაქტიკა აქვს ღარიბაშვილ, ესა ივანიშვილს რო რაღაცა დაარეზერვებს, გვერდზე გაწევს, ღირსება შეურაცხყოფს ბოლომდე, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის დააჩმორებს და მერე რაღაცა მომენტში შეიძლება უკან დააბრუნოს.
კი ბატონო, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს თვითონვე ავიწყდება თავისი ნათქვამი სიტყვები, თვითონვე ავიწყდება ადამიანს რაღაცას რო შეპირდება, თვითონვე ავიწყდება ან ინდონეზე არაფრად არ თulis სხვა ადამიანებს, ინდონეზე აი არის თავისი ალბათ ცხოვრება შეიძლება 2-3 ადამიანს თulides რამე, დანარჩენი მისთვის არის ჩვეულებრივად ჭიანჭველები, რომ მათთვის აი შეპირებული სიტყვაც უკვე არც აინტერესებს, არც დაიმახსოვრა. ალბათ მისი მეუღლე და ალბათ სახლის მოურავი, მე არ მგონია სხვა ადამიანს პატივს სცემდეს. ხო ეს სხვებისგანაც გამიგია ზუსტად. მოკლედ ღარიბაშვილი გაწია, ანუ ბოლომდე ესე და კუთხეში დააყენა და უთხრა რომ აი კუთხეში დადექი და დამელოდე. შეიძლება შეზე გული მომიტრიალდეს დაახლოებით ასე ჩანდა ეს გარშემო. შემდეგ არა, იმეც არ მისცემს. ბიძინა ივანიშვილი იმეც არ მისცემს. იმიტომ რომ ქართველები ვართ და ცოტა სპეციფიურიერი ვართ, რა ის იმედიც უკვე რაღაცას ნიშნავს. იმეც არ მისცემს. დააკვირდება როგორ არის ის მიყუჩებული და თუ მან დუმილი შეინარჩუნა, თუ მან მონობის 100%-იანი ხარისხი აჩვენა, ის მისცემს მეორე შანსს. კი ბატონო, რა ხდება კვირიკაშვილთან და ბახტაძესთან დაკავშირებით? რომ კვირიკაშვილი იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა პრემიერ-მინისტრებს შორის, ივანიშვილის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრებს შორის ყველაზე მაღალი რეპუტაცია დასავლეთში. ანუ ამ შემთხვევაში მისი საზომი იყო ის, რომ ვიღაც არ უნდა გამختარიყო ზედმეტად პოპულარული, რომ მისთვის საფრთხე არ შეექმნა. და მეგეთყვით კვირიკაშვილის შემთხვევაში. საზოგადოებრივ კვლევებს რომ გადავხედოთ, კვირიკაშვილი არ იყო რაღაც კვლევებში, ალბათ შეიძლება მე-5 ადგილზე იყო, ანუ მე-6 ადგილზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს აქვს ეგეთი თვისება. რაც არ უნდა მოყვარე იყო მისი, რაც არ უნდა ერთგულად იყო მის ირგვლივ და ერთგულად ემსახურო ოღონდ კანონის ფარგლებში, ხო? ანუ მაგალითად დაინიშნა პრემიერ-მინისტრი და ის არ აღიქვავს როგორც პრემიერ-მინისტრს და მის მიმართ რაღაცა პატივისცემა არ აქვს. ის აღიქვავს ერთ-ერთი რიგითი შემსრულებელი დროებითი მისი მსახური. და პიროვნული დამცირებით იმ დონეზე გაგამწარებს, რომ აი სურვალში არჩილ თალაკვაძე რო იყო რა, აი არაფერი რო შემთხვევით არ არსებობდეს ღირსების შემცველი ამ ქვეყანაში, ხო? მაინც გაგინებინებს ბიძინას, იმიტომ რომ ანუ ინდონეზია ამცირებს ადამიანებს, რომ ვერავინ ვერ ძლებს, ვერავინ ვერ უძლებს იმ თავმოყარეობის შელახვას. მაგალითად, ირაკლი ყობახიძე, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ დანიშნა, ამ დანიშნიდან გამოსულზე, როდესაც ქართული ოცნების ვიწრო წრე გამოყვა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ირაკლი ყობახიძეს სახალხოდ დასცინა და უთხრა, რომ ესო გიჟიაო და ვერ არის კარგად თორა და იქნება ვინმე წესიერი კაციო დაუნიშნოთო მოადგილეთო, თორე გიჟია და პარტიის ოფის გადაწვავსო. რა თქმა უნდა, მის უაზრო ხუმრობებზე მოვკვდნენ სიცილით ალაძე და გარემოცვა მისი და ირაკლი ყობახიძე დარჩა თავზე ლაპ დასხმული, რომელიც სხვათა შორის ძალიან კარგად იწმინდავს ამ ყველაფერს. ანუ მე როგორც ხვდები, ესეთი ტაქტიკა აქვს, რომ მიაყენოს ადამიანს შეურაცხყოფას. ერთხელ თუ მოითმენ შეურაცხყოფას, მეორე თუ მოითმენ და რაღაცა უკვე მესამედ უკვე რეაქცია აღარ აქვს ალბათ, ხო? და ეს არის გზა ასეთი ტიპის შეურაცხყოფა და დამცირება ადამიანის, რომ მას მთლიანად წაუშალოს ღირსების შეგრძნება და აქციოს თავის მანქურთად. მონად, რომელსაც არანაირი აღარაფერი აღარ აცხია ღირსების, შუბლის ძარღვი გაუწყდა, ანუ აღარაფერზე აღარ რეაგირებს და მას შეუძლია გააკეთებინოს ნებისმიერი რამ. ეს არის მისი, ასე ვთქვათ, მონებად ადამიანების ქცევის გზა? კი, და მამუკა მდინარაძეზე მინდა აქცენტი გავაკეთო, ზუსტად ბიძინა ივანიშვილის სასურველი პიროვნებაა და ირაკლი ყობახიძე. ირაკლი ყობახიძეს ეხლა რაც არ უნდა ფაქტი დაუდო წინ, მაინც თავს აირიდებს, მაინც გამოძვრება, რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, მისთვის სულ ერთია. ბიძინა ივანიშვილმა სურო სახალხოდ აგინოს, ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას. სხვათა შორის რა არის, იცით, ანუ შეჩვევის ამბავზე გადავიდეთ რა, ანუ
ბიძინა ივანიშვილმა შეგვაჩვია ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილმა შეგვაჩვია პრორუსული ადამიანების აქტივობით, რომ რუსეთი ყურთან ახლოს ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილმა შეგვაჩვია მაგალითად აქციების დარბევას. ჯერ დაიწყო მინიმუმით, მერე გაზარდა და დღეს მას გონია, რომ აიცით რა არის, ნახეთ, მას გონია, რომ აქციების ეშინია ხალხს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ახალგაზრდა გოგოები ისეთ სასწაულებს აკეთებენ აქციაზე, რომ 3-4 შვილის დედა შეიძლება ისეთი გმირი აღმოჩნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმოუდგენელია ეგეთი რაღაც. მას ასევე წარმოუდგენლად მიაჩნია, როგორ შეიძლება რუსთაველზე იდგე უფასოდ და როგორ შეიძლება რამის აპროტესტებდა, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მას აქებს, ან კომენტარებში გამოირჩევა რაღაც ქართული ოცნების დაცვისთვის, ნებისმიერი ადამიანი არის ან ტყუილად გაფორმებული რომელიღაც აიბში, ან სახელმწიფო ხარჯზე მომუშავე რაღაც მუქთა. ხო, შეჩვეულია, რომ ისე მისი გარემოცვიდან არავინ არაფერს არ აკეთებს. ისევ დაუბრუნდეთ ამ ძალაუფლების, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრების ხაზს გავყვეთ. მოკლედ, მე მგონი კვირიკაშვილზე ბევრი სალაპარაკო არ არის, იმიტომ რომ ცხადია, რომ მან მოხსნა იმისთვის, რომ კვირიკაშვილის რეპუტაცია ძალიან იზრდებოდა. იეჭვიანა პირველ რიგში, იმიტომ რომ კვირიკაშვილს თავისუფლად შეეძლო, კვირიკაშვილს ყავდა უკვე 4 მინისტრი თავის და მაშინ როდესაც კვირიკაშვილს მიადგა და კვირიკაშვილს მოსთხოვა გადადგომა, კვირიკაშვილმა გაუწია წინააღმდეგობა. და ჩვენ დავინახეთ, რომ 2 დღეში ჩანიშნული დონალდ ტრამპთან ვიზიტი, როდესაც კვირიკაშვილი ჩამოვიდა და ტრამპს დაელაპარაკა და სხვათა შორის ამერიკელებს მართლა მეც ვარ მაგისი მოწმე, რომ ამერიკელებს ძალიან მოსწონდათ, იმიტომ რომ ძალიან დაბალანსებული პოლიტიკა მიყავდა საგარეო და კვირიკაშვილს თავისუფლად შეეძლო ბიძინას ჩახსნა უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ ვერ გამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ კვირიკაშვილს 4 მინისტრი უკვე შეცვლილი ყავდა და რამოდენიმე მინისტრი ყავდა დარჩენილი, როდესაც ისინი თუ გადადგებოდნენ პარლამენტს პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ნდობა უნდა გამოეცხადებინა და სოზარ სუბარი კახიშვილი და კიდე აღარ მახსოვს რომელი მინისტრი იყო, რომელებიც გადადგნენ, ავტომატურად პრემიერი გამოცხადდა გადამდგარი და პარლამენტმა უკვე ხელახლა აღარ გამოუცხადა ნდობა, ხო და დაინიშნა უკვე მამუკა ბახტაძე. და ეს საწყალი ბახტაძე რა შეეწირა? თავის დიდ ჩარჩო გეგმას ხო არა? ბახტაძე შეეწირა, სხვათა შორის ბახტაძე ძალიან უცნაური ადამიანი იყო. ამას წინათ დავწერე Facebook-ზე, რომ ალბათ სულს უნდა დაბარება მამუკა ბახტაძეს, ოღონდ ვერ გაიხსენეს ვინ არის მეთქი რა და მამუკა ბახტაძე იყო ადამიანი, რომელიც თავის თავს გაცილებით წინ აყენებდა ვიდრე თავის პოლიტიკურ კარიერას. იმ 1 წლის განმავლობაში, თუ წელიწად ნახევრის განმავლობაში საშოვი იშოვა, ეს ცხოვრობს ძალიან ჭკვიანად, შვიდად და რაც რაოცნებებიც ჰქონდა, ყველაფერი აისრულა. ამიტომ მამუკა ბახტაძე გამოდგა ჭკვიანი ადამიანი და ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ არ აყვა არაფერში და არ ჩაყვა, სადაც მაგალითად ყობახიძე ჩაყვა ბოლომდე. ხო, შევადაროთ გახარია სიჭკვიანით. მოდი შევადაროთ გახარია სიჭკვიანით. აი, გახარიას ფაქტორი არის ძალიან განსხვავებული და ძალიან სპეციფიური. გახარია, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, მე მქონდა ბიძინას ახლო ნათესავთან საუბარი მაგაზე. როდესაც ძმასთან უпростоრად რა, როდესაც ის მეუბნებოდა, რომ აი ძლივსო გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიცო რო რამე მოხდესო, ისე მოგხედავს, როგორც ბიძინა ვიყურებსო. ხო და ძალიან დიდი ფსონები დაიდო გახარიაზე. მაგრამ გახარიამ გამოავლინა განსხვავებული ხასიათი, გახარიამ გამოავლინა გამოიხატებოდა, რომელიც გამოიხატებოდა რაში ეს განსხვავებული ხასიათი? არა, ბიძინას არ მოსწონს, როდესაც ეუნები არას. ყველაფერზე უნდა დათანხმდე. აბსოლუტურად. შენ თუ მას ეუნები არას, დაგეთანხმება, გაგიღიმებს, დაგეთანხმება, რომ კი მართალი ხარ, მაგრამ მისი კარები ჩაიკეტება. უბრალოდ ვეღარ მიხვალ მასთან, აღარ მოინდომებს შენთან ურთიერთობას. და იცით როგორ არის? გახარია აყვა თავის ამბიციებს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ხარჯზე, როდესაც მან განახორციელა ძალიან დიდი პროპაგანდა თავისი და პიარი, გახარიამ დაიჯერა, რომ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის იყო რეფორმატორი და მას ეს ყველაფერი ეკუთვნოდა.
და აი როდესაც მაგას დაიჯერებ, ხო, მაგ დროს უკვე ბიძინა სხვა რამეს იჯერებს. ანუ რო ახსნათ, გახარია რატო წავიდა მართლა ნიკა მელიას დაკავების გამო თუ უკვე იცოდა რომ მას ივანიშვილი მოხსნიდა? აჰა, მოდით მივედით გახარიამდე და მერის იმ მომსწრეცვა რაც გამიგია უახლოესი ადამიანებისგან, გახარიას უახლოესი ადამიანებისგან, გახარია მოკლედ ბოლო კვლევა რო გამოქვეყნდა, კვლევამდე ეს იყო ეჭვიანობების ომი, ძალიან დიდი ეჭვიანობების ომი, როდესაც ჟურნალმა ლონდონმა დაწერა მგონი გახარიაზე, თუ სწორედ მახსოვს მაგ ჟურნალის სახელი, როდესაც მოიხსენია კრიზის მე არ გამიგია ეგეთი ჟურნალი, შეიძლება არსებობს, მაგრამ ხო, რაღაცა რომელიღაცა ბრიტანულ გამოცემაზე, კი, ანუ მე მაგიტომ არ ვამტკიცებ იმ ჟურნალის სახელს. სადაც კრიზის მენეჯერად გამოცხადა გახარია დასახელდა და ზუსტად ნახევარსაათში ბიძინა ივანიშვილმა გამოაგდო განცხადება 100 მილიონ ლარს ვრიცხავ COVID ფონდშიო, რითიც გახარიას კრიზის მენეჯერობა გადაიფარა. მხოლოდ ეს იყო ეჭვიანობების პაექრობა, რადგანაც გახარიას გუნდი ძალოვნებში განსაკუთრებულად იყვნენ ძალიან მოძლიერებულები და როდესაც კვლევა გამოქვეყნდა და იყო პირველ ადგილზე იყო უწმინდესი, მეორე ადგილზე იყო გახარია და მეშვიდე თუ მერვე ადგილზე იყო ბიძინა ივანიშვილი, მაშინ გადაწყდა უკვე ბიძინა ივანიშვილს რომ გახარიას აღარ ეპასუხა რა. მაშინ გადაწყდა გახარიას ბედი. კი ბატონო და საჯიჯგნად მიუგდო კობახიძეს. ეხლა გახარია ისეთ პოზიციაში დადგა, როდესაც პარტია აღარ პასუხობდა არავინ მასთან ურთიერთობას არ იჭერდა იგნორი და კობახიძე ემზადებოდა იერიშისთვის, ხო? გახარიას ეგონა რატომღაც რომ მას იმდენად დიდი ნდობა ჰქონდა მოსახლეობაში, რომ თავისუფლად შეეძლო დამოუკიდებლად შედეგი დაედო. იცით რა არის? ხო, გვახსოვს მისი ფოტო რაღაცა 100,000 ლაიქით, მისი სელფი. კი ბატონო, ნახეთ ახლა ბიძინა ივანიშვილს და გახარიას ერთადერთი რამე დაემართათ. ბიძინა ივანიშვილს გარემოცვაში არავინ არ ეუბნებოდა, რომ ეს არ გააკეთო და ყველა ეუბნებოდა, რომ აი შენ რო მაგარი ხარ და შენ რო ბრძენი ხარ და თანამედროვე ექვთიმე ხარ და მაგ ექვთიმეზეც შემახსენეთ და ძალიან საინტერესო ისტორიას მოყვებ. თანამედროვე ექვთიმე ხარ. იქ დაიწყო ხელმოწერები, რომ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ რაღაც მან საქართველოს გადაარჩინა. ზუსტად იგივე მოვიდა გახარიას. COVID პანდემიის დროს მე გახარიას დავხვდი თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სახლის წინ, მაშინ თორნიკე რიჟვაძე იყო და საკმაოდ საყვედურებით გავავსე. და ინდონეზე არ მოეწონა ყველაფერი, რომ სახელმწიფო სტრუქტურები რაც კი არსებობდა პოლიციიდან დაწყებული, გარემოს დაცვა და ფინანსური პოლიციიდან დამთავრებული, ყველა ჩემ წინააღმდეგ ამხედებდა. ანუ ის კი არა, რომ რაღაცა მოხდა ფაქტი და მოდი გამოვასწორო. არა, გახარია ვერ იტანდა ვინმე თუ ეწინააღმდეგებოდა. ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ანალოგი იყო, ოღონდ ცოტა მაღალი. ანუ მან იცოდა რომ მისი ბედი იყო გადაწყვეტილი და შესაბამისად გამოიყენა თქვენი აზრით მელიას გადადგომა, რომ ესე წასულიყო, ხმაურით წასულიყო, რაცა დიდი რენომე მოეპოვებინა და მოემზადებინა პლატფორმა თავისი პოლიტიკური მომავლისთვის. კი, და გახარია დარწმუნებული იყო, ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ იცით რა არის? იმ პერიოდში უჩა მამაცაშვილი იყო წასულ გაქცეული საქართველოსდან. ანუ ეს ის პერიოდი იყო, როცა შემომწყრალი იყო ივანიშვილი მამაცაშვილზე, დედაშვილზე და ეს პერიოდები მუდმივად იყო, ხო? კი, 3-ჯერ 4-ჯერ იყო ეგეთი რაღაცა და ეხლაც ესეა, ხო, თუ ვწდები? კი. და ეხლა უჩა მამაცაშვილი თუ ფულს დაუბრუნებს და ისინი გასწორდებიან ფულში, მაშინ ჩვეულებრივად განაგრძობს კი ბატონო, ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ ბევრს ახლა დღევანდელ სიტუაციაზე. ნახეთ გახარიაზე რა მოხდა. გახარია ვინაიდან იყო უჩასთან დაახლოებული პიროვნება, გახარიას ეჯერა, რომ თუ ის მოინდომებდა დამოუკიდებელ თამაშს, უჩა მამაცაშვილი არსებობდა ფულის წყარო და მოდი ეხლა
სხვის დაქვემდებარებაში ვიყო, მოდი ბიზნეს დავიღალე რა, ამდენი შეურაცხყოფებით, ამდენი გინება, ლანძღვით წეულით და მოდი მე ვიქნები არა, ეს პიროვნული მართველი მე ვიქნები და მელიას დაკავება იყო ერთგვარი გათვლა, რომ ვითომ გახარია რახან გადადგებოდა მელიას გამო, ნაციონალებისგან შესუსტებული რიტორიკა იქნებოდა რა, რომ დაუფასებდნენ იმ მსხვერპლსაც გახარია გაიღებდა. ჩვენ გვახსოვს ერთადერთი იქნებოდა ვინც ბოდიში გიორგი ერთადერთი იქნებოდა ვინც თავისით წავიდა ხო? იმიტომ რომ მანამდე ივანიშვილი აგდებდა. თუ გავითვალისწინებთ იმ მომენტს, როდესაც უჩა მამაცაშვილი იყო ქვეყნიდან წასული, გაქცეული, ბიძინა ივანიშვილმა უჩა მამაცაშვილი გააგდო ქვეყნიდან და პროკურატურაში აღუძრა საქმეები. რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, თუ უჩა მამაცაშვილი დაბრუნდებოდა, ავტომატურად დაკავებას ექვემდებარებოდა და სხვათა შორის ის რომ ძებნაზე იყო, 3 დღით გამოქვეყნდა პოლჯიზეც. რაც მერე დაიშალა და დაიმალა ეგ უჩა მამაცაშვილის მონაცემები. ხო და აქედან გამომდინარე, როდესაც გახარია თავისი გუნდი არწმუნებდა, რომ იყო ძალიან რეიტინგული და მას შეეძლო ჩვეულებრივად ხელისუფლების სადავების აღება, გახარიამ გადაწყვიტა ის, რომ ნაციონალებისგან თუ იქნებოდა რბილი რიტორიკა, ის აუცილებლად შეძლებდა უჩა მამაცაშვილის ფულის დახმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებას და ხელისუფლებაში მოსვლას. ეგ გახარიას წასვლას თან ერთვოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად მთავრობის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანების გაყოლა. ეს ადამიანები ძალიან კარგი განათლებით და ძალიან კარგი ცხოვრებისეული გამოცდილებით გამოირჩეოდნენ და ის რომ მათ გარანტიები არ ქონოდათ რომ ისინი დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ გახარიას სიტყვების არ დაიჯერებდნენ და არ აყვებოდნენ. რაც მერე დაალაგდა ისე რომ უჩა მამაცაშვილმა დაუბრუნა ის მოპარული ფული, რასაც პარავდა ბიძინა ივანიშვილს და როგორც დეიდაშვილი მიიღო უკან ჩამოვიდა უჩა მამაცაშვილი და განაგრძო თავის საქმიანობა. და ამიტომ შეექმნა მერე გახარიას მაგიტო ქონდა ფინანსური პრობლემები, რომ მისი გათვლა არ გამოვიდა? უბრალოდ უჩა მამაცაშვილი გამოეცალა ზურგიდან და დარჩა საკუთარი გუნდის და საკუთარი თავის ამარა, სადაც არ არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდძალ ფულს ჩადებდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. გიორგი, ცოტა გადაუხვიოთ თემას, უბრალოდ აქვე მაშინ საინტერესოა გახარიას თემა რომ ამოვწურო თქვენი აზრი. ეხლა რატო გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა? ანუ და ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მის წინააღმდეგ. კოკაინში კი აძახებინ ამაზე, აი რავი, ყველაზე ესეთი ცუდი ფორმებით დაამცირა, იქ მივიდა ამ რაღაც დადგმულ მასე წულუკიანის კომისიაზე, იქაც დასცინეს, მერე ჩორჩანა საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ და დაჭერა სუპირებენ, აქ თუ ჩამოვიდა აუცილებლად დაიჭერენ, ის წავიდა გერმანიაში და იქედან იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ანუ ეს რა არის რო აგვიხსნა? მაგას დავიწყებ ადამიანის ბუნებით. მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ძალიან მაღალ თანამდებობაზე იყო და დღეს არ არის, არც თანამდებობაზე არ არის და ისეთი რიტორიკით ლაპარაკობს, რომ თავი ისევ იმ თანამდებობის პირი გონია და გახარიას აქვს ერთგვარი რომანტიზირებული მოგონებები თავის თანამდებობებთან მიმართებაში და რატომღაც გონია, რომ დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის გულს ხელახლა მოიგებს, გახარია, გახარიას გათვლა ქონდა, რომ ყოფილიყო ნომერ 1 ოპოზიციური პარტია. თავის გეგმების შემდეგ. და რატომღაც გონია გახარიას, რომ მას შეუძლია ძველიავლადიდების დაბრუნება, მეტი არაფერი. და ამ როგორ დაიბრუნებს? ანუ ეხლა პირდაპირ თქვა, მოდი ამ არჩევნებით რომ ამოვწუროთ ეს თემა პაპუაშვილმა, ხო, რომ უნდა და ოპოზიციას რომ ეს არჩევნები არალეგიტიმური ყოფილიყო, მაგრამ აგერ ორი პარტია გამოჩნდაო, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ამ საბაბით გამოუშვეს ლელოს ლიდერები. ანუ ეს რა მოძრაობაა ეხლა გახარიას და ლელოს მხრიდან?
კარგით, მოდით დავიწყოთ ისევ იქიდან, როდესაც გახარია მიდის ოპოზიციაში. გახარია, როდესაც წავიდა ოპოზიციაში, მან წაიყოლა თითქმის ბირთვი სახელმწიფო სტრუქტურების, რომლებიც დარჩნენ უმუშევრები, რომლებიც დარჩნენ გახარიას ცრუ დაპირებების ამარა და მათ ოჯახები ყავთ, მათ სამსახურები ჭირდებათ და მათ შემოსავალი ჭირდებათ და გახარია ორი გათვლა ჰქონდა, ერთი ის რომ იქნებ მე ბიძინას გული ისე მოვიგო და მეორე გათვლა ის რაც ყველაზე მთავარი გათვლა ის ჰქონდა რომ თუ გახარია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში მას დაეშლება გუნდი იმიტომ რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ეს ხალხი უმუშევარი ხო არ იქნება და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ საკრებულოებში დასახლდება ეს ხალხი და გააგრძელებენ ჩვეულებრივად ცხოვრებას გახარიას გათვლა ეგ არის რომ შეინარჩუნოს რამენერად პარტია იმიტომ რომ ეშლება იმიტომ რომ არც დაფინანსება აქვს ეს ხალხიც პერსონა ნონ გრატებად აყავს კონცეპტს გამოცხადებული და მაგალითად ჩემი მეგობარი კოტე ანანიაშვილი რომელიც როგორც პოლიციელი იყო ძალიან კარგი პიროვნება ანუ კარგი პოლიციელი პიროვნება არის იდეალური წაიყვანა თავისთან აურია დაურია გზები მაგბიჩს და დღეს კოტე ანანიაშვილი ვერც პოლიციაში ვერ ბრუნდება და ვერც როგორც ბიზნესმენი ვერ დგება იქიდან გამომდინარე რომ არის პერსონა ნონ გრატა ასევე არის გახარიას ძალოვნების 99% მაგ დღეში რომ ვერც იქით ვერც აქეთ და ოცნებისგან შეძულებული ხალხია ესენი რა და აღარც გახარიასთან ასოცირდებიან და ყველაფერში ხელი ეშლებათ. და ლელოსაც იგივე გათვლა ქონდა, აბარების თემა რო ამოვწუროთ, რადგან მივადექ. იცით რა არის? სიმართლე გითხრათ, ლელოს გათვლები მართლა ვერ გავიგე. ვერავინ ვერ გაიგობებ, ვერ კაცი არ მინახავს, რო ეთქვას რომ გავიგე და მოგიყვები. კი, მაგალითად, ლელოს წევრები ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ ბიძინა 20 იანვრის შემდეგ დაალაგებდა ურთიერთობას ამერიკელებთან. ანუ ლელოს წევრები ძალიან გახარებულად აზიარებენ თავრობის ბრიფინგებს და ირაკლი კობახიძეს სურათებს და მართლა ვერ გავიგე. ეს რომელი წევრები? მე არ ამყავს ნიუსვიჩზე ასეთი წევრები. ხო, ჩემი კრიტიკის მიუხედავად. კი, 3 თუ 4 დღის წინ ეს მაჟორიტარებად რო წარადგინეს ის ხალხი, ხო? ეს კი. ხო, მაგრამ ლელოს რეალური სახე არის ეგ. ანუ ვერ ხვდები ზოგადად რა დანიშნულება აქვს ადამიანებს. ლელოში რამოდენიმე ადამიანი ვიცი, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, გუბერნატორის თანაშემწეებად და ესე რა, მერის მოადგილეებად და ჩვეულებრივად იყვნენ თავრობის პროპაგანდისტები. თავრობის გვერდებს აზიარებდნენ წლების განმავლობაში და როდესაც უმუშევრები დარჩნენ, წავიდნენ გაბაროტებული ლელოში. დანარჩენი ახსნა ვერ მოუძებნეს საერთოდ მაგათ. რა უნდათ ზოგადად ეგეც ვერ მივხვდი. კაი, რადგან ლელოს ვერავინ ვერ გავიგეთ, მოდი დავუბრუნდეთ უფრო საინტერესო თემებს. ესე იგი, რომ შევაჯამოთ ეს ამბავი და ერთი კითხვა მაქვს, რომელიც სულ მქონდა, იმასაც დავსაუბარეთ. ანუ ივანიშვილის მმართველობის სტილი არის, რომ ადამიანის ღირსება მთლიანად გადათელოს, ამ გადათელილი ღირსებით შემდეგ ეს ხალხი აქციოს მონებათ და ვის მიმართაც ოდნავ ეჭვი გაუჩნდება, რომ თლად ბოლომდე ვერ მოერია, ვერ გაანადგურა, მიწასთან ვერ გაასწორა და მას რამე ამბიცია შეიძლება გაუჩნდეს და დასავლეთშიც მოწონს, ეს ხალხი ყველა მოიშორა და დაიტოვა თავის გარშემო მხოლოდ ისეთები, რომლებიც არიან მართლა მანქურთები მის ყალიბზე გამოზრდილი და ჩამოსხმული მანქურთები. ეს გასაგებია, ამას ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. ნახე, ვინც დაწყებული მარგველაშვილიდან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წამოვიდა ივანიშვილის გუნდიდან. ეკაბესელია, აი ეს ყველა ეს ხალხი, ძალიან ბევრი უმეტესობა თითქმის გახარიას ჩათვლით თავიდა. ძალიან უფრთხოდა ივანიშვილის კრიტიკას. აი მაგალითად იგივე ეს კვირიკაშვილი ხანდახან გამოჩნდება ხოლმე რაღაცას დაწერს სტატუსს, მაგრამ აი ბიძინა ივანიშვილს ვერ ეხება. ვერავინ ვერ ეხებოდა, სულ მქონდა კითხვა, აი რითი აშინებს ამ ხალხს, რატო ვერ ეხებიან ივანიშვილს? რა აქვთ, ანუ რაღაცა ვალდებულება აქვთ, აშანტაჟებს, რაღაცის ძალიან ეშინია თუ რა ხდება? კიდე დაუბრუნდები ჩვენი საუბრის დასაწყისს.
მე რაც ახლა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გავაკეთე ბიძინა ივანიშვილის რეალური სახის აფიშირება რომ მოვახდინე საზოგადოების წინაშე, ხო? მაგას ვერავინ ვერ გააკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ მე ბიძინა ივანიშვილთან არ დუალში ვიყავი, არც არაფერი არ გაუკეთებია ჩემთვის და პირიქით ხელი შეშლის მეტი არაფერი არ მახსოვს იმ პერიოდში, რა პერიოდსაც ვასოცირდებოდი მასთან. და ადამიანი უნდა იყოს სუფთა, რომ დღეს რამეზე ილაპარაკო და როგორც ჩანს, იშვიათია სუფთა ადამიანები საქართველოშიც და მის გარშემოც. რამით აშინებს რამით აშინებს? მე გეტყვით ახლა ერთ რაღაცას. აი მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდები, მოგდის თავში აზრად, რომ რაღა ლეგალური ბიზნესით ვიშოვო ფული, გადავჭრი ხეტყეს, რაღაცას დავაზიანებ, კოლ-ცენტრებს გავხსნი, მოვიპარავ ფულს, უკანონო მშენებლობებს დავაკანონებ და მაგით ვიშოვი ფულს. იმიტომ რომ გეზარება ტვინი გაანძრიო ადამიანმა და ტვინით იშოვო ფული. აქედან გამომდინარე გეწყება შენ ეგეთი იდეები, რასაც 10-დან 1-ს მაინც განახორციელებ და მე ზუსტად ის ერთი ხდება, როდესაც გონია რომ შენ არავინ არ გიყურებს, შენ რაღაცა ინდულგენცია აქვს, ხელშეუხებლობა გაქვს და ასე შემდეგ, მაგ დროს პროკურორი მუშაობს მაინც, მაგ დროს უსი მუშაობს მაინც და მაინც იკერება შენ წინააღმდეგ საქმე, მაინც მიდის გამოძიება, როდესაც როგორც კი ხმას ამოიღებ მაშინვე გამოვა პროკურორი ან სუსის თანამშრომელი და წაგიყენებს ბრალს. და კვირიკაშვილის სიჩუმე უფრო მაგას მაგონებს, რომ რადგან გასვლილი არის ის ადამიანი, ხო? მაგ ადამიანმა ძალიან ბევრი ფული იშოვა, იმდენი ფული, რომ 9-10 თაობას ეყოფა და ვერ იკავებს პიროვნულ ზიზღს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვერ ივიწყებს იმ დამცირებებს. მე ერთი ministrs უბრალოდ სახელს ვერ დავასახელებ. კვირიკაშვილის მთავრობის დროინდელ ministrზე მაქვს საუბარი, როდესაც სანძიმიდან მოვდიოდით და საუბარი რო დაუწყე, რომ რატო არის მის სამინისტრო ესეთი დაჩაჩანაგებული და რატო არ არის დაფინანსება, რატო არ აქვს დიდი რომ მის თანამშრომლები ცოტანი, მაგრამ მაინც ყოფილიყვნენ უფრო კარგ პირობებში, ეგეთი რაღაცა მითხრა, რომ ორჯერ დამიძახა ბიძინამ, სავარაუდოდ მხსნის, მე ვერ ავდივარ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან წარეთ მაგინებს, მე ამას ვერ გადავიტან, ამიტომ ვაიგნორებ მის დაძახილს და ველოდები როდის გამიშვებს. მაშინ იყო პირველად, როდესაც გამიკვირდა, როგორც შეიძლება ადამიანს ნორმალურ ქვეყანაში მინისტრი გერქვას და ვიღაცის გინების და წყევლის გეშინოდეს, მაგრამ პიროვნულად მე ვერ გადავიტან იმ გინებას, რა გინებასაც ბიძინა დაიწყებს ჩემს მისამართით და კვირიკაშვილის პერიოდს რაც შეეხება, მაგალითად ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის პირადი ბრძანება იყო ის, რომ პოლიციელებისთვის არ მოემატათ ხელფასები. 860 ლარი ჰქონდათ საშუალო ხელფასი რეგიონში და 1100-1200 ლარი თბილისში. წარმოიდგინეთ, ეგ რეგიონალურადაც ყოფდა პოლიციელებს, რომ ქალაქში მეტი ჰქონდათ ხელფასი 20% მეტი, რეგიონებში 20% დაკლებით. და როდესაც ვიკითხე, რომ მე თუ მღებრიშვილი არ ცდილობს, რომ პოლიცია წამოაყენოს ფეხზე, ამ ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ ბიძინას პრიორიტეტი არის სუსტი პოლიცია, სუსტი კომპრომატები მის მიმართ. და ამ ყველაფერს ეწირებოდა დაახლოებით 25000 პოლიციელის ოჯახი, რომლებიც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ. სხვათა შორის დღესაც აქციაზე როდგანან ბიჭები, ჩემი მეგობრები, იყო პერიოდი, როდესაც ფულს ვინაწილებდით ხოლმე, რომ გვეჭამა საჭმელი და დღესაც ძალიან მშიერი კუჭებით დგანან იქ პოლიციელები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ კატეგორიას, რა კატეგორიასაც დღეს უყურებთ ამ მოძალადე პოლიციელებს, ხო? არავის დახენილი ცხოვრება არ აქვს და ვერანაირად ვერ ამოხსენი, როგორ შეიძლება დახენილი ცხოვრება არ გქონდეს, ოჯახი შიმშილით გიკვდებოდეს ლამის და მაინც იდგე და ქართული ოცნების დავალებებს ასრულებდა პირნათლად. იმიტომ რომ ისიც ის ლუკმას არ დაკარგოს, რაც აქვს. აქვე მინდა ეხლა გამახსენდა და არ მინდა ეს თემა გამოვრჩეს. ვიცი, რომ გავრილოვის ღამეს იყავი ამ ოფისში, ქართული ოცნების ოფისში.
და იქ რაღაცების მოწმე გახდი და ამ დროს გახარია და ეხლა შაიშმელაშვილმაც მითხრა რომ ხურში გავიგე ხმა რომელმაც დარბევის და ტყვეების სროლის განკარგულება გასცა მაგრამ ვერ ვიტყვიო შენც მოისმინა რაღაცები საქართველოს ოცნების ოფისში მაგრამ აი თუნდაც ამ შიშზე ან რაღაცის რო გადავიდეთ რა არის ეს ვერ ავხსენი აი გახარია დღემდე თავის პასუხისგებლობად იღებს ამ ტყვის გასროლის გადაწყვეტილებას და ამბობს რომ კი მე გავეცი ეძაება მაშინ როცა ყველა ვიცით რომ მას არ გაუწია და ეს საღამო რო აგიღწერო კარგით მაქს გავრილოვის ღამეს კავკასიაში ვიჯექი გადაცემაში სტუმრად სადაც იყო დებატები და იქიდან წამოსული ფეხით მოუყვებოდი ორთაჭალას და აქედან გამომდინარე მოვხვდი მოკლედ პარტიის ოფისში იმიტომ რომ წინ პარტიის ოფისის წინ ჩემი მეგობარი პოლიციელები იდგნენ რასაც გამოლაპარაკება მოყვა და ნუ მე შემდგომ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობდი და ახლო ურთიერთობა მქონდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან და შევესწარი კივილი, წივილი, წყევლის, გინების ხმებს, რადგანაც ბიძინა ძალიან გავეშებული აგინებდა და წევლი და ქართული ოცნების მაშინდელი გუნდის ელიტას. იქ რა მოვისმინე და რა გავიგონე, თავს შევიკავებ მაგის, იმიტომ რომ გადაცემაა და ვერ ვიტყვი. ბიძინა ყოველთვის ცდილობდა ხოლმე ყოველი კრიზისიდან გამოსულიყო თვითონ მოგებული. კრიზისიდან გამოსული თვითონ კრიზისის დროს სარალიძის და მაჩალიკაშვილის კრიზისის დროს ნახევარი მთავრობა მოიშორა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ გადადგომაზე და ეგეც თავისოდ გამოიყენა. გავრილოვის ღამეს უბრალოდ მას ნერვებმა უტყუნა, იმიტომ რომ პარტიის ოფისში არნახულ კივილ-წივილში იყო და არნახულ წევლაში და გინებაში და მანდაც თავისთვის სასარგებლოდ გათვალა, იმიტომ რომ გახარია, როდესაც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მას არ ქონდა შავი ლაქა. შავი ლაქა რახან არ ქონდა, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა ანზორ ჩუბინიძეს რომ გასროლილიყო იქ ტყვია იქიდან გამომდინარე რომ კვირიკაშვილს ქონდა ყოველთვის ეგ როგორ გითხრათ ეგ ბრძანება რომ ჩვენ არ ვასოცირდებით ნაციონალურ მოძრაობასთან ბათუმში როდესაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს ადამიანი რასაც მოყვა იქ ქვების სროლა და მანქანების დაწვა ბათუმის სამმართველოსთან ხო მაშინ კვირიკაშვილი ყველას ურეკავდა ტელეფონზე და სპეცრაზმი არ გაიყვანოთ, მოითმინეთ, აიტანეთ, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ წინა ხელისუფლება, რომ ჩვენ ხალხი დავარბიოთ. და ბიძინა ივანიშვილს როგორც ჩანს, ეგ აინტერესებდა ძალიან და ისიც თავის სასარგებლოდ გამოიყენა, რომ რახან დაარბევდა და გახარიას უხეშად რო თქვა, დაბრალდებოდა ყველაფერი, გახარიას ექნებოდა თავისი ერთგვარი შავი ლაქა. რასაც პრემიერად დანიშვნის დროს ყოველთვის გამოიყენებდა გახარიას წინააღმდეგ. საქართველოში დღეს რაღაცა კონკრეტული ადამიანის ქმედება არ აინტერესებს ოცნებას, მაგრამ გახარიამ რო სახლი იყიდა, მაშინ იყო კრიზის მენეჯერი, კრიზისის ლიდერი, რაღაცა ერთპიროვნული რაღაც პარტიის ნომერ პირველი სახე, არავის არ აინტერესებდა, გავიდა 4-5 წელი და გახარიას სახლი დღეს საინტერესო გახდა რუსთავი იურისთვის და დაუსაბუთებელი გამდიდრებაზე რეპორტაჟს რო უყურე და მარტო სახზე რო იყო საუბარი გამეცინა და აი იმდენად უაზრობაში არიან გადაჭეხილები რომ რა რეპორტაჟი გააკეთონ და ვის რა დააბრალონ თვითონაც არიციან. რატო ცდილობს გახარია რომ ეს არ თქვას რომ ანზორ ჩუბინიძემ გასცა ეს ბრძანება ივანიშვილის დავალებით და ამბობს რომ დღემდე ამბობს რომ აი მე ვიყავი ის ვინც ბრძანება გასცა იმიტომ რომ ეს თელი ეს ჩვენი ბაბლი ლამის ერთი პერიოდი ეხვეწებოდა რომ თქვი რომ ეს ესე არ იყო. კარგით, ისევ დაუბრუნდეთ გახარიას ამბიციებს და გახარია არ იტყვის იმას რომ მე რო შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, წარმატებული, გაპიარებული მე იმდენად ძლიერი ვიყავი, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებდი და არ იტყვის იმას, რომ აი ბიძინა ივანიშვილი ერეოდა ჩემს საქმეში, ან ვიღაციდან დავალებას ვიღებდი. ეს არის გახარეს პიროვნული კომპლექსები, მეტი არაფერი.
და დღეს რო თქვას გახარიამ რომ ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ჩუბინიძეს დაურეკა და პირდაპირ უბრძანა რომ მან დარბევა დაეწყოთ, ხო? გახარიას პოლიტიკური ამინდისთვის არაფერი არ იცვლება და აქედან გამომდინარე, მე თვითონ შეიტრიალებს ბრალდებებს და თვითონ ხალხი მოსთხოვს პასუხს, რომ მაშინ რატო გვატყუებდი. და ამიტომ თავის ამბიციურ ტყუილებში თვითონვე არის ეხლა პატიმრობაში და ვეღარ გამოდის, ვეღარ იძუნებს მაგედან თავს. ხა მინდა გადავიდეთ, ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია თუ იმ ნაბიჯებს, რასაც დგავს ბოლო წლების განმავლობაში, დგამს პირადი ინიციატივა. ეს კაცი წლების განმავლობაში თამაშობდა დაბალანსების, ძალიან დაბალანსებულ პოლიტიკას დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ მე დაიწყო უკრაინის ომი და უკრაინის ომის შემდეგ აირჩია მხარე. ეხლა ორი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. ერთი რომ ის ყოველთვის იყო რუსული პროექტი და როცა დაჭერდა პუტინს მოსთხოვა რომ აი ეხლა მხარე აირჩიე, დაბალანსების პოლიტიკის შორს ვერ წახვალ, ან მეორე რომ მან თავად ირწმუნა ის რომ რუსეთი აუცილებლად მოიგებდა ამ ომს, დაუგროვდა დიდი ბოღმა დასავლეთზე, ამერიკაზე განსაკუთრებით, რადგან ჩათვალა რომ მისი ფული წაიღო ამერიკამ, ანუ კრედიტ სუისში რომ ფული დაკარგა, ეს იყო დასავლეთის ბრალი და აი ამ პარანოიაში ბოლომდე ჩაეშვა, იწამა რაღაცა ამ ძალების და მოკლედ გადაწყვიტა რომ ეს მომენტი გამოეყენებინა დასავლეთთან დასაპირისპირებლად. რომელ თეორიას ემხრობით? კარგით, სინამდვილეში არის სულ სხვანაირად. მე როგორც წლების განმავლობაში მიწევდა ხოლმე ბიძინა ივანიშვილის გადაადგილების შესახებ, ან ზოგადად ხალხში გამოჩენის შესახებ ინფორმირებული ვიყავი ხოლმე, ხო? იქ ვის რა უთხრა, ვინ რა უთხრა, მე ვარ შემწლე ეგეთი რაღაცის, რომ ადამიანი მისულა უთხოვია რაღაც ბიძინას უთქვია, რომ ეს კაცი არის საუკეთესო ადამიანი, ამ კაცისნაირი მეორე არ არსებობს ამ რეგიონში, აი უეჭველი უნდა გაუკეთოთ ეს პატივი ვცეთ და მე გარკვეული ხნის შემდეგ მოსულა ჩემთან და მუთქვია, რომ იცი რა არის ბიძინა შენ პირდა და შენ ხო ვერ მეტყვი რა ხდება ჩემ თავს რა და ის ადამიანი დღემდე მოტყუებული, ეგეთი ადამიანები დღემდე ძალიან ბევრი არსებობს მოტყუებული ადამიანები. ასევე არის ბიძინა ივანიშვილი დღეში იმდენ ტყუილს იძახის, რომ თვითონ ავიწყდება. აი მე მაგალითად ნიშნის მოგებით დამირეკა ქართული ოცნების ერთ-ერთ პარლამენტის წევრმა და მითხრა, რომ ბიძინამ შეხვდა ჩვენ რა და გითხრა, რომ 20 იანვარს დავალაგებ ტრამპთან ყველაფერს და всё მოგვარდა, თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენ იყავით კარგად, მაგრამ ადამიანს ამის მოლოდინში ცხოვრება დაენგრა თავზე. ასევე პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც სიაში არის, სანქცირებულ სიაში, ეგ ადამიანიც მიმკიცებდა მე, რომ всё ყველაფერი დაალაგდა, ბოლო მომდევნო 4 წელი ჩვენია ხელისუფლება, მაგრამ სანქცირებული არის, გაშვებული არის და დღეს სავარაუდოდ პროკურატურაში უჩაქრო ყავასვავს. ხო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიძინა ყოველთვის ატყუებდა ამერიკელებს, ყოველთვის ატყუებდა ევროპელებს და სხვათა შორის ჩინელებსაც დაუწყო მოტყუება და აქედან ჩვენ დავინახეთ, რომ ჩინეთმა რაც არ უნდა გააკეთოს, მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ, ან ნაკლებად განვითარებული ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ, საქართველოს არსად არ ფიგურირებს. მეტიც, აფხაზეთში ტოლულების დაბრუნებას ჩინეთმა ხარი არ დაუჭირა. ანუ საერთოდ არ აინტერესებს ჩინეთს, იმიტომ რომ დაიღალა ტყუილებით. დაიღალა ასევე ალიევი დაიღალა ერდოღანი ბიძინას ტყუილებით. როგორც შეიძლება 12 წლის განმავლობაში სარკინიზო პროექტი ვერ დაამთავრა. ცენტრალური ავტობანი 400 კილომეტრი თავიდან ბოლომდე ვერ დაამთავრა, იმიტომ რომ სხვათა შორის გახარიას დროს გამოცხადდა ეს რიკოთის უღელტეხილის ტენდერი, რა დროსაც ჩინეთის სარკინიგზო კომპანია ნომერი 23 არის თუ 26 აღარ მახსოვს, რომელიც მოგებული ტენდერებით დადიოდნენ მერე და იძახდნენ, რომ თქვენ თუ ამ საბუთებს შევცვლით, ჩვენ ამით დავზოგავთ 80 მილიონ ლარს და ეს არის ნახევარი თქვენ, ნახევარი ჩვენ.
სხვათა შორის მსგავსმა კომპანიამ მოიგო ეხლა ტენდერი, ეხლა არა 4 წლის წინ ტენდერი ლარსის გზაზეც, სადაც ეს რუსეთის მიმართულებით 3 ხიდი კეთდება და მთლიანად გვირაბებით გადის ახალი გზა. და სხვა ეს ჩინელებმა იცოდნენ, რომ თუ ჩვენ საქართველოს ტენდერს მოიგებ, შენ შეგიძლია მერე შეცვალო პროექტი, რითიც გამოგინთავისუფლდება ძალიან ბევრი მილიონი, რითიც აინტერესებ კონკრეტულ პირებს, უყოფ ამ თანხას, შენს გრჩება დიდი ფული, აი დავამატებ ერთ-ერთმა ზოგადად ეს ყველაფერი უსაფრთხოების ხარჯზე ხდება, ხო? კი, უსაფრთხოების ნორმების უღულებელყოფის ხარჯზე. რიკოთის უღელტეხილს შეხედეთ წვიმის დროს, ეგ როგორ შეიძლება პროექტად ჩაითვალოს სამჯერ სამივე პრემიერი ჩარბოდნენ, საქმე რო არ ქონდათ რიკოთის უღელტეხილით იწონებდნენ თავს და შეხედეთ წვიმის დროს რა ხდება, როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა პროექტად ჩაითვალოს. ამერიკაში ხო ხართ ნამყოფი უკანასკნელ სოფლის გზაზე გაცილებით კარგად დაგებული გზა არის, ვიდრე ჩვენი საქართველოს ხერხემალი თუნდაც რიკოთის უღელტეხილი, ქაროსნული ავტობანი, ხო, ჩაგდებული პროექტები, ჩავარდნილი ხიდები, შეჭმული მილიონები, კაცული არავის არაფერს არ სთხოვს და ბიძინა ივანიშვილი ხო, ანუ იმ თემას რო დაუბრუნდეთ გიორგი ისევ, ხო, ანუ ეს ვინ არის, რა რუსეთის უსიტყვო შემსრულებელია, რომელიც იღებს დავალებებს და ასრულებს და რუსეთი ეუბნება, რომ ხა გაამკაცრეს პოლიტიკა, რეპრესიები დაიწყე ისეთი, როგორიც ბელარუსია, თუ თვითონ გადაწყვიტა ეს და ვის მიუძღვის ამაში დიდი წვლილი, ვის იმ ადამიანს, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც მას რჩევებს აძლევს, ხო? კარგით, ბიძინა ივანიშვილს რჩევებს აძლევს მისი მეუღლე ეკა ხვედელიძე. მე არ ამგონია სხვა ვინმე ითვალისწინებდეს და მანდაც აქვს განსხვავებული აზრი და მანდაც აქვს პიროვნული აზრების კონფლიქტი, მაგრამ ნახეთ, მოდი ეხლა დაუბრუნდეთ რუსეთს. ძალიან საინტერესოდ ვიმსჯელეთ მე და ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა და დავადგინეთ ეგეთი რამ. როდესაც ომი დაიწყო, საქართველოს თხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, ხო? არა, არ თხოვდნენ რაღაცა ტიპის სანქციებთან შეერთებას და ისედაც შეერთებული იყო საბანკო სექტორი, ხო? ხა სხვანაირად საბანკო სექტორი ვერ იმუშავებდა. კი ბატონო, სომხეთი მაგდროს, სომხეთის და რუსეთის სავაჭრო წლიური ბრუნვა იყო 6 მილიარდი და დღეს არის 16-18 მილიარდი დოლარი. ანუ რუსს რაც დაჭირდებოდა სომხეთის გავლით ყველაფერს იყიდიდა აბსოლუტურად და საქართველოს დიდი ინტერესის ქვეშ არ ექცეოდა რუსეთის მხრიდან. ვინაიდან რადგანაც თუ საქართველოში ახალი ადამიანების, ახალი მომწოდებლების მოძიება მოუწევდა, ხო, სომხეთში უკვე წლების განმავლობაში 3-10 წლეულია უკვე, როდესაც მომწოდებელი წავს დალაგებული, სანდო ადამიანი წავს, დაზვერვის სამსახურით ძალიან მოძლიერებული, ანუ საქართველოს დიდი ინტერესში არ იყო რუსეთის მიმართ, მაგრამ რუსეთის მხრიდან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა შეუქმნა მაგალითად რუსულ სპეცსამსახურებს იმდენად სასათბურე პირობები, რომ რუსეთს არ აინტერესებს, აი პოლიტიკაში არ ჩაერევა იქიდან, იმიტომ რომ იციან, რომ ბიძინა არის უკიდურესად მშიშარა ადამიანი. წარმოუდგენლად მშიშარა ადამიანი არის და წარმოუდგენლად ეჭვიანი, როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა აი ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა, ხო, ლილუაჩვილს და გომელაურს, როდესაც მთელი საარჩევნო მარათონის დროს იმ შუჩით დადიოდა აქეთ-იქით, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ მასთან აქვთ ანგარიშები, რომ ჩვენ ეს გამოვავლინეთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ გიცავთ და გარანტიას გაძლევთ, ხო, მაინც არ ენდობოდა, არავის არ ენდობა. ის საერთოდ დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, ხო, მაგრამ ანუ რატო აკეთებს ამას? ანუ რუსეთის მიმართ ვალდებულებები აქვს, მას ჭირდება, რომ რუსეთი, რადგან ყველა არა, ეს ხო არ გაღიზიანების პოლიტიკა მანამდეც ხო ქონდა რა. აბალანსებდა და რუსეთიც კმაყოფილი იყო იმით, რაც ქონდა. არასდროს არ გამოუთქოს პრეტენზია ივანიშვილის მმართველობის პერიოდში რამეზე საერთოდ რუსეთს. მაგრამ ნახე ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ანუ ომის შემდეგ მისი რიტორიკა ძალიან შეიცვალა, მისი პოლიტიკა შეიცვალა და მისი აბსოლუტურად შეცვალა ტაქტიკა. ანუ რამ შეცვალა ეს ყველაფერი თქვენი აზრით? თქვენ რას ფიქრობთ? კარგით, ნახეთ როგორ არის ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ იდგა არჩევნის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი ლავირებდა აქეთ-იქით, თეთევზივით დაცურავდა ევროპას, ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი
ეჭვებში ჩავარდა ომის დაწყების დროს და მან წინასწარი ეჭვიანა ის, რომ შეიძლებოდა არჩევანის წინაშე დამდგარიყო და უბრალოდ მოვლენებს დაასწრო, რაშიც თვითონვე აიხლართა. თვითონვე აიხლარდა თავის მოვლენებში, იმიტომ რომ კიდევ მეც ესეთი შთაბეჭდილება მრჩება. კი, კიდევ ერთხელ ვიძახი იმას, რომ იმდენად ბევრ ტყუილს იძახის, რომ თვითონ ავიწყდება, თვითონ იკარგება თავის ტყუილებში. მე ვარ მაგისი მომსწრე. თვითონვე დაიკარგა თავის ტყუილებში და ჩვენ მივიღეთ ის, რომ იცით როგორ არის? სხვათა შორის ის ებრაელები, რომლებიც მის საარჩევნო კამპანიას PR-ის კუთხით უძღვებოდნენ, დღეს აღარ არიან მის გვერდით, იმიტომ რომ ეგენიც გადაყარა. ეგენიც გადააგდო, სხვათა შორის მეორე ნახევარი ფულის არ ჩაურიცხია ბიზნეს მართვის. ხო და როგორც კი ყველგან საქმე გაიფუჭა PR-ის ადამიანებთან, რომლებიც PR-ს უძღვებოდნენ არჩევნების დროს, ყოველთვის გამოძებნიდა ხოლმე ადამიანებზე სამანიპულირო თემებს, როგორიც არის ეს დავით გარეჯი, როგორიც ერთგენსთა ქორწინების დაკანონება ყოველთვის. ეს ყველაფერი მისი ტვინის ნაჟურია? კი, იმიტომ რომ იცით როგორ არის? ერთ-ერთ გადაცემაში მას აქვს ნათქვამი, რომ ჩემი სამაგიდო წიგნი არის ცხოველების ფერმა და დათა თუთაშხია, მაგრამ ბიზნეს აქვს არასწორად წაკითხული ეს ყველაფერი. დათა თუთაშხიაში მარტო არქიფოსეთურის მონაკვეთი იცის ზეპირად და ცხოველების ფერმა კიდე სხვათა შორის ძალიან კარგად ეცოდინება, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელობის თვითეული კვირა ცხოველების ფერმის ერთ ფურცლიდან მაინც არის წაკითხული. ანუ ბიზნესამ გადაწყვიტა, რომ ხალხმა ვინაიდან რადგანაც დავით გარეჯის თემა ჩაყლაპა, მოინელა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მარშები, სამღვდელოება გამოსული და ხალხზე აი ეს ხო, მაგრამ აღარავინ აღარ კითხულობს იმ რუკამ, იმ ყოვლისშემძლე რუკამ რა გააკეთა. ჩვენი პრობლემაც არის ეს, რომ არ მივყვებით ერთ თემას, იმდენი ამას ქვია სპეციალური მეთოდია ეს, როდესაც ინფორმაციის კანალიზაციით გავსებენ და გფარავენ, უკვე ვეღარ მიყვები მთავარ თემებს. ეს მეთოდი ციცის მან. ამას წინათ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ იმდენად ბევრს გვატყუებენ, რომ მიჭირს დავეწიო რა და აი ზუსტად ეგრე არის. ანუ ვინაიდან რადგანაც დავით გარეჯის თემა უკვე მოიხარშა და ხალხში პროტესტი იყო წინა საარჩევნო. თავისი საქმე შეასრულა იმან. თავისი საქმე შეასრულა, ახლა აღარავის აღარ ახსენდება. ზუსტად ეგ არის. დღეს რაც ხდება, რომ აი ჩვენი ჩართვა უნდა ომში, მერე უბრალოდ შოკში ჩავარდი. მოიგონა თქვენი აზრით, აი ერთი წამი კიდე აი ეს დიპსტეიტ, ანუ ჯერ გლობალური ომის პარტია, მართლაც ჯერა რაღაც დამის თუ უბრალოდ ამას არა, არ დაიჯეროთ. აი მაგრამ იმის ხო ჯერა რომ დასავლეთმა ფული წაართვა. ნახეთ, კრედიტ სვისის ფული ის 600 მილიონი თუ 500 რაღაცა მილიონი დოლარი არის. ზღვაში წვეთი რა ფულებიც ბიზნეს აქვს 2016 წელს გამოყოლებული, დაპატიმრებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფულები არის ძალიან გაურკვეველი წარმოშობის თანხები. ოფშორული პანამის ოფშორებში ვისაც ჰქონდათ დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიები, მაგაციები დაიდო და ჩვენ ნახეთ მისი დიშვილი, ხო? კობიაშვილის კომპანიები რამოდენიმე თქვენ რა გონეთ კობიაშვილის მაგდენი ტვინი აქვს და წავიდა პანამაში და კომპანიები გახსნა? არა. ეს გასაგებია, ის თვითონაც იძახდა, რომ არის არაფორმალურად დასანქცირებული აქ ფულის მიღების პრობლემა, ამას წუწუნებდა სულ და მისი ადვოკატები ამაზე წერილებს აქვეყნებდნენ. მაგრამ ამაში ის დასავლეთს ადანაშაულებდა, ჩემი აზრით და ანალიზით აქედან დაიწყო მისი სიძულვილი დასავლეთის მიმართ და რაღაცნაირად უნდოდა რომ ის რუსეთთან ერთად ჩართულიყო ამ შურისძიების პროცესში, იმიტომ რომ პირველივე დღიდან დარწმუნებული იყო, სჯეროდა და ვიღაცებისგან ვიცი ეს მისი გარემოცვიდან, რომ მართლა სჯეროდა, რომ რუსეთი ამ ომს მოიგებდა უკრაინასთან ძალიან სწრაფად. კარგით, მოდით დავიწყოთ იქიდან ცოტა ადამიანების მასისთვის გასაგებ ენაზე რო აუხსნა რატო ჯეროდა ბიზნეს რომ რუსეთი გაიმარჯვებდა. ბიზნა ივანიშვილი როგორც პიროვნება ჩამოყალიბდა რუსეთში და ერთხელ მისი ახლო ნათესავი მეუბნებოდა რომ კი, მაგრამ გაკვირვებული ვარო რომ ბიზნამ რა ვერ გაიგო რომ ქართველი ხალხი არ არის რუსიო რა და მაგაზე როდესაც კითხვა დავსვი რომ რატო ფიქრობს ეგრე მეთქი
ჩემს აზრს დაეთანხმა, რომ ბიძინა როგორც პიროვნება ახალგაზრდობაში წავიდა რუსეთში და იქ ჩამოყალიბდა ამ რუსული ამპალი საზოგადოების ამარა. და რატომღაც ბიძინა ივანიშვილმა იმდენად მოკლე დროში იშოვა ფული რუსეთში, რომ დარწმუნდა რუსეთის შესაძლებლობებში. და როდესაც ადამიანი პიროვნულად ჩამოყალიბდები, მე ძნელია, რომ ის პიროვნება გადაკეთდეს სხვა ადამიანად და აქედან ვიღებთ ჩვენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს არის ჩარჩენილი 90-იან წლების შავ ბინძურ სისხლიან რუსეთის მენტალიტეტში და ვერანაირად ვერ დაუდო გული მან თუნდაც ფრანგულ კულტურას. და აქედან ჩვენ ხვდებით, რომ ისე ზუსტად იგივენაირად, როგორც იყო აი საბჭოთა კავშირის დროს, იყო რომ აი საცოდავი ამერიკელები შიმშილით, უშუქობით კვდებიან და ნუ ეგეთი პროპაგანდა რო იყო ზუსტად ანალოგიური გადმოაქვს ბიძინა ივანიშვილის დღეს საქართველოში არის გლობალური ომის პარტია ეს მასონები დასავლეთი არის ძიმე ფინანსურ კრიზისში კი ბატონო თელი ეს გათფობა არ აქვს ინგლისელებს და ამაზე არის აგებული თელი მათი პროპაგანდა საოცრებებზე. იმედის ერთ-ერთი სიუჟეტი გავიხსენოთ, როდესაც წერდნენ, რომ ბრიტანეთში ყოველ მესამე მოსახლეს კომუნალურებსა და საჭმელს შორის არჩევანი გადაგაკეთებენ. და მე ის გამიკვირდა, რომ ქართულ ოცნებაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ცნობილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან და დღეს მასონებზე გველაპარაკებიან და ესე დააკნინო და დააზომბო ადამიანი ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ნუ რო დაფიქრე რითი ახერხებს ამას? კიდე ერთხელ ვამბობ, რითი ახერხებს ამას? ნახეთ ეკა როგორ არის, როდესაც აი მარიამ ლაშხი წარმოვიდგინოთ, ხო? მარიამ ლაშხი ვერც ერთი მთავრობის პირობებში ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა, რომ თუნდაც ვიკიპედიაში იქნებოდა მის სახელი გვარი, თუნდაც პარლამენტის წევრი გახდებოდა და თუნდაც მანქანა მოემსახურებოდა. მისთვის ეს მინიმალური მონაგები რაც დღეს აქვს, ხო, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იყოს ჩვეულებრივი ზომბი. მაგრამ ნახეთ ეხლა რა ხდება ბიძინა ივანიშვილზე რაც არ უნდა თქვა, ხო, რეაქცია არის ნოლი ხოლმე. რა გამოხვიდე და აშიაგინო, მაშინ წინაურდები ადამიანი, იმიტომ რომ გავიხსენებ ერთ-ერთ ფრაგმენტს, როდესაც 2016 წელს სასამართლოში ვიყავი. მე რაღაც ჩემი მეგობრის სასამართლოს სხდომას ვესწრებოდი და იქიდან გამოსულზე რომ დამინახეს თავისუფალი ზონის წევრებმა, დამიწყეს გინება, ლანძღვა და ბიძინა ივანიშვილის აი უკანასკნელი სიტყვებით გინება. რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება და მომივიდა კონფლიქტი ერთ-ერთ ადამიანთან. რა დროსაც მე დამიჭირეს და დამაჯერეს 250 ლარით, ის ადამიანი მე დანიშნეს 1 წლის შემდეგ გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დღეს გლდანის გამგებელია. ძალიან ბევრჯერ მომხდარა ეგეთი რაღაცა, მაგალითად რესტორანში ვარ შემსწრე, როდესაც დღევანდელი თავდაცვის მინისტრი უშუალო სიტყვებით მოიხსენებდა ბიძინას, 2016 წელი იყო თუ სწორედ მახსოვს, მაგრამ დღეს თავდაცვის მინისტრი არის. ჩვენ ეხლა ვხედავთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ახალგაზრდებს აჩვენებს იმას, რომ იცი რა არის, აი კი მაგინებ, მაგრამ ჩემს ხარეს თუ გადმოხვალ დაგიფასებ. და ჩვენ კი ბატონო, ჩვენ ვხედავთ გაურკვეველ ადამიანებს, რომლებიც თაუჩულის და რა ვიცი, აი ყველანაირი გინებით გამოირჩეოდნენ ბიძინა ივანიშვილის მისამართით და დღეს ქართულ ოცნების გუნდის წევრები არიან. ეს არის ჩვეულებრივი ილუსტრაცია იმის, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი ლანძღო და მისთვის სრულიად არაფერს არ წარმოადგენს ეს ლანძღვა. მაგრამ როგორც კი მის ცოლს ასევე არაფორმალურ მმართველ ეკა ხვედელიძეს შეეხები, მაშინვე აქვს რეაქცია ეკას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ ლექტორმა რომ მოუწოდა, რომ ჩემი სტუდენტი იყავიო და გააკრიტიკა მათი მოქმედება, ნახევარ საათშივე გამოაქვეყნეს წერილი. ეხლა რაც შეეხება ეკა ხვედელიძეს. ხო, რა ბოლო დროს უფრო აქტიური გახდა, ანუ რამე კავშირს ხედავ მისი პოლიტიკის ცვლილებასა და ეკა ხვედელიძის უფრო აქტიურ ჩართულობაში? კი, ნახეთ ახლა რა ხდება. ეკა ხვედელიძის პოლიტიკური აქტიურობა ყოველთვის იყო ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის დღიდანვე, უბრალოდ
ჩვენ არ ვაქცევდით მაგას ყურადღებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი დაგვინიშნა თავისი დაქალი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეგობარი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავის სადაქალო საკრებულოს წევრები იყვნენ, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ყურადღებას არ აქცევდა. და ჩვენ გვახსოვს ეკახვედელიძის ფარული ჩანაწერი, რომელიც მოვისმინეთ, თემა საქართველოს მოისმინა, როდესაც ის იძახის, რომ მე დავიღალე დიასახლისობით და მე მინდა რაღაც დოქტორის ხარისხი რუსეთში რო ეკავდა დიპლომის მოსაგვარებლად. კი ბატონო, ეს ეკახვედელიძის ყოველთვის აინტერესებდა თავისი დიდება როგორ უნდა დაეწყო, მაგრამ ხელს უშლიდა ყოველთვის ის, რომ მას არ ქონდა საზოგადოებაში ფართო სახელი და მას არ ქონდა რაღაც ერთგვარი დაფასება, როგორც ბიძინა ივანიშვილს ქონდა. რაც მისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როდესაც მე გარკვეული შემხებლობა მქონდა წინა კულტურის მინისტრთან გიორგაძე იყო გვარად თუ სწორედ მახსოვს. კი. როდესაც შევესწარი, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათესავს ჩაგრავდა ეს გიორგაძე და ჩემ თვალწინ უთხრა ბიძამის, რომ მე ჩაგრავს და თუ შეიძლება დამეხმარე რა, მაგრამ სხვათა შორის ეს გოგო გამოდგა გამტყუნებული, იმიტომ რომ ბიძინას დიდი სიმპათია არ აქვს ნათესავების მიმართ და არ შეიწუხებს თავს ნათესავების პრობლემებზე, რომ რამე გადაამოწყოს. მაშინ გიორგაძე მალევე გადადგა და მოგვევიდა ჩვენ თეატრ ოლუკიანი და სულ მიკვირდა როგორ შეიძლება სამართალმცოდნე ქალი, რომელიც რო გადახედავ მის წარსულს, როდესაც შეიძლება გამოიყენოს საქართველოს სახელით და წლების განმავლობაში თეატრ ოლუკიანი წარმოადგენდა საქართველოს სახელს თუნდა სტრასბურგში, ჩვენ შევხედეთ გახდა უცებ კულტურის მინისტრი და თეატრ ოლუკიანის და მოიძულა თელი კულტურის სფერო. აი ზუსტად მაგაში ეგ იყო დანიშნულება. ნახეთ ახლა რა ხდება ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული პერიოდი გადალახა, რა დროსაც მას 4-ჯერ ყავს მთავრობა შეცვლილი, პოლიტიკური გუნდით 4-ჯერ ყავს გადახალისებული, მე ერთადერთი ვოლსკი და სოზარ სუბარი და კიდე ალბათ 10 კაცი მოყვება 2012 წლიდან დღემდე. ფაქტიურად მან მთლიანად გააკეთა გამოცვლა ხელისუფლებების, მთლიანად გააკეთა საპარლამენტო გუნდის გამოცვლა მთლიანად მოახდინა და ნახეთ რა მოხდა. თეატრ ოლუკიანი, როდესაც კულტურის მინისტრი გახდა, მას ჰქონდა ერთი მთავარი დანიშნულება. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მორჩებოდა ამ ყველაფერს ამ თავისი ფულების დაბრუნებას და როდესაც შიდა პოლიტიკა აღარ ექნებოდა იმდენად საფიქრალი, ბიძინა ივანიშვილს და ეკას მის მეუღლეს ჰქონდათ სურვილი, რომ შესულიყვნენ ისტორიაში ძალიან ძლიერად. ეს იყო მცდელობა, როდესაც სახელმწიფო ჯერ იცით როგორ არის, ბიძინა ივანიშვილი ჯერ მოთელავს სიტუაციას, შეგაჩვევს, ყურს შეაჩვევს და მეორე უკვე გადადის აქტიურ მოქმედებას. ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა თავის თავი სასკოლო ისტორიაში, როდესაც წიგნებში დღესაც ასწავლიან ბავშვებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ასე შემდეგ. მაგის გაგრძელება იყო როდესაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე მას თანამედროვე ექვთიმე უწოდეს. მან დაიჯერა, რომ ეს შეიძლება და ყოფილიყო, მას ჯერა ეგეთი რაღაცების ავადმყოფური იდეების ჯერა და მან დაიჯერა, რომ ყოფილიყო ისტორიაში შესული როგორც არანაკლებ დავით აღმაშენებლისა, ხო? და გადაწყვიტა, რომ მას უშლიდნენ ხელს მწერლები. მას უშლიდნენ ხელს ისეთი ადამიანები, როდესაც მისი ქმედებები გაღვივებულად შევიდოდა საქართველოს ისტორიაში, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომ ამათი გესტაპო, სადამჟელო ადამიანი იყო ყველაზე პროდუქტიული თეატრ ოლუკიანი, რომელმაც დაიწყო მწერლების დარჯა, რომელმაც დაიწყო ფინანსების შეჩერება და რომელმაც დაიწყო მისია იყო ის, რომ თეატრ ოლუკიანს უნდა დაეკრინებინა, შიმშილის დონეზე მieყვანა მწერლები, არა და ისედაც არიან მისულები, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი მაგ თავის ამბიციებს გამოამჟღავნებდა, ხო, წინააღმდეგობა აღარავის აღარ გაეწია. მაგრამ ამ ყველაფერს ხელის შემშლელი აღმოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომი, რამაც მთლიანად აუყირავა თავისი გეგმები და ვინაიდან რადგანაც ის დაფიქრდა, რომ მისი ხელისუფლება რა მოხდა ამ დროს, მის ტვინში რა მოხდა ამ დროს? ნამდვილად არ იქნებოდა სტაბილური, მას ჭირდებოდა დაზღვევები, მას ჭირდებოდა გადახალისება თავისი გეგმების და
ჩვენ მივიღეთ ის, რომ წინასწარ ეჭვებში ჩავარდნილი ბიძინა ივანიშვილი ცვლის საგარეო კურსს, გამოყავს სრულიად თავისი ენით გიჟად შერაცხული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და დაუბრუნდები ისევ თემის დასაწყისს. და ამ ყველაფერში ეკა ხვედელიძის როლს თუ გავითვალისწინებთ, მე მაქვს მაგალითად მოსმენილი ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნებისგან, რომ ეკა ხვედელიძე გამოირჩევა ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებებით და მაგალითად ეკა ხვედელიძე სურს გამოვიდეს სააშკარაოზე, სააშკარაოზე უფრო არა საჯაროდ, მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირად თავს იკავებს და თუ დავაკვირდებით ბათუმში ოცნების ქალაქში, როდესაც დაიქჩნენ ბავშვები, მაშინ იყო ერთ-ერთი მცდელობა იმისი, რომ წერილი გამოაქვეყნა ივანიშვილების ოჯახის სახელით. ეკატერინე და ბიძინა ივანიშვილები სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა და სულ ყოველთვის ცდილობს, რომ არც გამოვიდეს სააშკარაოზე, მაგრამ ხალხსაც არ დაავიწყდეს. და მე მაქვს კიდევ ერთხელ ვიძახი მოსმენილი ადამიანებისგან, როდესაც ეხლა ბოლონდორინდელ დარბევებში, როდესაც ზვიად ხარაზიშვილი იღებდა ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებებს, სხვათა შორის ის ჯოხი, რაც ზვიადზე გადაწყდა, ხო მინიმუმ 60 ადამიანზე უნდა გადატეხილიყო, ერთ-ერთი არის სულხან თამაზაშვილი დღევანდელი აჭარის მთავრობის მეთაური, რომელსაც არაფორმალური დაჯგუფება ყავდა თბილისის დეტექტივების სამმართველოდან შექმნილი, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი სისასტიკით და ჩვენ ხედავთ, რომ დღეს დაუფასდათ. მაგალითად, ეკა ხვედელიძის და ეკა ხვედელიძე იღებდა ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა? ეკა ხვედელიძე ერეოდა ძალიან უხეშად ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ვითარებებში. და ეხლა თქვათ ეკა ხვედელიძე რატო გამოდის ამ რადიკალური რეპრესიების მომხრედ, თქვენ როგორც თქვენ ამბობთ, ანუ რა ლოგიკა აქვს მას და რა უნდა? ნახეთ რა ხდება. ბიძინას აქვს თვითონ ნათქვამი, რომ მე ყველაფერში ვარკვევ, ყველაფერს ვასწავლი, ყველაფერს ვუხსნი და ყველაფერში ვთავ ეკა ხვედელიძეს, იმიტომ რომ მე რო ციგნებსაც მიკითხავსო. კი ბატონო, ამხელა იმპერიას მართვა ჭირდება. ეს ადამიანი ვერ იჭერს თავის ამბიციებს, მაგრამ ძალიან განიცდის იმას, რომ ჭრილშია. მაგრამ ვერ შექმნა ქვეყანაში ისეთი ფონი, რომ ეკა ხვედელიძე, როდესაც საზოგადოდ გამოვიდოდა, მისთვის მინიმუმ ტაში დაეკრათ. და როგორც წესი, ცოლქმარი თავიანთი პიროვნული კომპლექსებიდან გამომდინარე იღებენ ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებებს. როდესაც ვერ დანერგე სიყვარულით ხალხში სიყვარული ვერ დანერგე, იმიტომ რომ შენთან ეს არ შეგიძლია, ნერგავენ ახლა შიშით, ცემა ტყეპით და რეპრესიებით ხალხში შიშს, რომ შიშმა გადაწონოს სხვა თვისებები ადამიანში. და შვილები არ განიხილება ამ იმპერიის ასე ვთქვათ მმართველებად? არა და გეტყვით რატო არ განიხილება. მე მაგალითად ბერას ვიცნობ ძალიან კეთილს და ძალიან კარგ ადამიანს, მაგრამ დღეს ბერაზე ისეთი ამბები დადის და კოლ-ცენტრებთან და 1000 ძალიან ბინძურ საქმესთან ასოცირდება ბერას სახელით. ის დადის ფულის ამოსაღებად და იძახის, რომ ამიკოს ვილუაშვილმა ფული მოპარა, ესეთი ხმები დადის, რომ ასე იძახის. უარესი ხმები მსმენია ბერაზე და ძალიან წუხარ მაგით და უტას ინტერესი არ აქვს თვითონ არც საქართველოსი და არც ქართული პოლიტიკის საერთოდ არ აქვს ინტერესი და თვითონ პატარაა და გვანცაც ამერიკაში ცხოვრობს და თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ არ არის საქართველოში ნამყოფი და ის რომ როგორც კადიროვმა გააკეთა რომ შულზე აკეთებს აქცენტს, ბიძინა ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ფიზიკურად და პიროვნულად არ არიან მაგის ბიძინას შვილები ისეთი ადამიანები, რომლებიც გასცემენ თუნდაც დარბევის ბრძანებას. სხვანაირი ადამიანები არიან. სრულიად სხვანაირები და საზოგადოებაში ვერანაირად მაგალითად ბერა ვერანაირად ვერ გადაიბარებს მამის მემკვიდრეობას. რა შეუშლის ხალხს?
არ არის თვითონ პიროვნულად ისეთი ადამიანი, რომ დარბევის ბრძანება გასცეს თუნდაც. ივანიშვილმა შიგნითაც ეს რაღაცნაირი ბალანსი შეარყია. მოიშორა მისი ყველაზე ერთგული ადამიანები, ლილუაშვილს და გომელაურზე ვლაპარაკობ და ღარიბაშვილიც ალბათ ერთ-ერთი ასეთი იყო. და მთელი აქცენტი გააკეთა ყობახიძეზე, ანუ ერთ ტიპს ჩამოეკიდა. ერთ ჩემი მეგობარი, რომელიც მასთან მუშაობდა რუსეთში, თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს მის სერიოზულ კრიზისში ყოფნას, რადგან რუსეთშიც ერთადერთხელ მოიქცა ასე, როდესაც ერთ ადამიანზე ჩამოკიდა თავისი ძალაუფლება, მანამდე ყოველთვის აი შიდა გუნდური დაბალანსების და ერთმანეთის ერთმანეთს შორის ინტრიგების დათვესვით იყო დაკავებული. ანუ ჯერ მოდი ივით დავიწყოთ, რომ ეს პასუხი მაინც არა მაქვს ამ კითხვაზე, რატო მოიშორა ლილუაშვილი და გომელაური და რატო გააკეთა აქცენტი დინარაძე ყობახიძეზე. კარგით. ჯანგველაძეს უკავშირდება თუ არა ეს ამბავი, თუ უკავშირდება მიტანილ ჭორებს, რომ ერთმაც და მეორემაც ძალიან ბევრი ფული მოპარა. იმაზე მეტი ჩაიდეს ჯიბეში, ვიდრე ეკუთვნოდათ. კარგით, მოდი ისევ დაუბრუნდები რამოდენიმე წლით ადრე გადავალ. გომელაური იცით როგორ არის? ბიძინა ივანიშვილი ჭორებს ავრცელებდა, რომ თურმე მე როგორც ბიძინა ივანიშვილი ვარ ინფორმაციულ ვაკუუმში, ჩემთან არავის არაფერი არ მოაქვს და გარკვეულ ადამიანებს ეჯერათ, რომ აი ბიძინამ რო გაიგოს, არ იცის თორე ამას არ დაუშვებდა და რაღაცა ეგეთ სისულელეებს იჯერებდა, საკმაოდ კარგად მუშაობდა ეგ პროპაგანდა. აი ის კი დანიშნეს იმ თანამდებობაზე, მაგრამ ბიძინამ რო გაიგოს, არ იცის თორე მაგას არ დაუშვებდა. არა, ბიძინამ ყველაფერი კარგად იცის. აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იცის. წინა ეთერებში თქვი, რომ ბიძინას ყოველთვიური კრებსები უკეთდება და აქვთ ბიძინასთან. ბიძინასთან ადიოდნენ უпростоრად სასულიერო პირები, რამოდენიმე გამორჩეული, რომლებსაც საპატრიარქოზე ალტერნატიული ჭორები აქონდათ ხოლმე კრებსებში, რაც არ მოხდებოდა, ეს უნდა ცოდნოდა გარკვეული ადამიანებისგან. და ბიძინას კარზე მაშინ ხარ შენ დაფასებული, როდესაც მისთვის სასარგებლო ჭორები აგაქვს, იმიტომ რომ იკვებება ჭორებით და სხვისი ცხოვრება იცის ზეპირად. ბიძინას აქვს ძალიან ეგეთი არაბუნებრივი თვისება, აი 86 წელს შენ რო ენახე და შენ სახელდაგვარი მას ცოდნო და ეხლაც რო გნახავს, სახელდაგვარით მოგმართავს და გიცნობს სახელს. არა ძალიან ბევრ ადამიანს იცნობს და ძალიან ბევრი ადამიანი ახსოვს. გომელაური ერთგულებასთან ერთად გომელაურმა ძალიან დიდი ქონება დააგროვა და იცით როგორ არის ბიძინასთვის ხარ საშიში მაგ დროს, როდესაც შენ გიჩდება უკვე ბევრი ფული. იმიტომ რომ ისევ არქიფოსეთურით მონაკვეთს მოვიყვან რა, რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო საშიში ხდები რა. ხო და ასევე გახდა ლილუაშვილი. ლილუაშვილი ფარცხალაძე რატოა ხელშეუხებელი და ფარცხალაძეზე რატო ვერავინ ვერაფერს ვერ იძახის? როდესაც ქუმსიშვილზე შეიძლება ნებისმიერი კოდს, როდესაც უთხრა ქუმსიშვილი წადი და ცემეო, ისე გაბერტყავს, ხმას არ ამოიღებს, მაგრამ ფარცხალაძე კიბოსავით შევიდა ქართულ ოცნებაში. ყველასთან საერთო ბიზნესი გააკეთა, ყველასთან ფული იშოვა, ყველა დააკომპრომატირა და აქედან გამომდინარე ფარცხალაძე შიში გაუჩნდა ქოცებს. ეხლა რაც შეეხება გომელაურს, გომელაურმა დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე ქონება დააგროვა, მეტი თუ არა. მან დაიყენა ძალიან ბინძური ადამიანები გვერდში, რითითაც ძალიან ბინძური გზებით მიუვიდა მას ფული. ძალიან ბინძური გზებით. აი მოვა დრო, რომ ეს ყველაფერი გამჟღავნდება და უბრალოდ ქართველი ხალხი გაოცებისგან შოკში ჩავარდება. მაინც მიგვანიშნა რა გზებია, ნარკოტრაფიკი. ნარკოტრაფიკიდან დაწყებული, აი აბსოლუტურად რაც კი არალეგალური ხდებოდა, კოლცენტრები, ნარკოტრაფიკი, ეს საბაჟოს გვერდის ავლით თუნდაც თანხების შემოტანა, ეს თანხების გათეთრება, აბსოლუტურად აი რაც კი არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის შეცვლილი მუხლები ყველაფრიდან აბსოლუტურად გომელაური წილში იყო. ასევე ლილუაშვილი.
ლილუაშვილი გარკვეული პერიოდის მანძილზე კოლ-ცენტრებიდან შემოსულ ფულს უტეხავდა ბიზნესს და ბიზნესი არ წმუნებდა, რომ კოლ-ცენტრებიდან ფული აღარ შემოდის, იმიტომ რომ ვინც კი ჭკვიანი თაღლითი იყო, ყველა გავიდა საქართველოსდან და უკვე დაჯგუფებად კი აღარ მუშაობენ, არამედ პერსონალურად ზიან სადღაც მაგალითად ტაილანდში, იქ სასტუმროს ნომერში ირუჯებიან და თან მოხუცებს ატყუებენ. ხო და ლილუაშვილმა რო რახან პირველად იცით როგორ არის? ბიზინა ივანიშვილს ან თავის ახირებაზე უნდა დაემორჩილო, ან კიდე უნდა თქვა, უნდა მოატყუო, რომ თავი გადაიძვრინო და ლილუაშვილმა ერთი-ორჯერ რაღაცა მოატყუა და ბიზინამ ამ ყველაფერს დაუჯერა, ხო ლილუაშვილი მიხვდა, რომ შეიძლება და ფინანსური კუთხითაც მოეტყუებინა ბიზინა ივანიშვილი და ასეც გააკეთა. როდესაც ბიზინამ ერთმა ჭორი უთხრა დაელოდა, მეორემ ჭორი უთხრა დაელოდა, მესამემ ჭორი უთხრა დაელოდა და შეხედა სხვათა შორის ამდენი მილიონების გაკეთების მიუხედავად ბიზინა ივანიშვილი ყველა მინისტრს ქართულ ფონდიდან ურიცხავდა და ერთგვარ პენსიას ეძახის რა 10015 ლარს და უნამუსოდ მიდიოდნენ და იღებდნენ ხოლმე. ანუ ადამიანს 100 მილიონი დოლარი აქვს ნაშოვი და მიდიოდნენ ბიზინას დახმარებას იღებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ არიქა ბიზინა არ მიხვდეს, რომ დიდი ფული გვაქვს ნაშოვი. ბიზინა, როდესაც ამათ შეხედა, რომ ესენი უკვე იყვნენ დიდი ფულის პატრონები და იცით როგორ არის? ნახეთ, ლილუაშვილის და გომელაურის ცხოვრება უნდა დამთავრებულიყო ან ესე, ან სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა და რატო გეტყვით? ბიზინამ გახედა, როდესაც შეხედა ამ ორ ადამიანს, ღარიბაშვილზე არ მაქვს ეხლა საუბარი, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ისეთი სისაზღვრები გაუკეთა ქვეყანას, რომ ფულის გათეთრებაც ხო ბიზინამ დაავალა, რომ წადი ეხა ევტუშენკოვის ფული გაათეთრე, ასწავლა ყველაფერი როგორ უნდა გაეკეთებინა და ღარიბაშვილს, როდესაც ისწავლა ყველაფერი, ალტერნატიული კლიენტი გამოძებნა და 625 მილიონი დოლარი გაუთეთრა. 35 მილიონი. ანუ ეხლა რა ფულზეც არის ლაპარაკი, ეს არის კი, ეგ ღარიბაშვილის ის არის, ღარიბაშვილის ფული არის 50-50-ზე აქვს გათეთრებული. თორე რამდენი ტენდერი უნდა მისცე შენ მეგობარს, რამდენი მშენებლობის ნებართვა უნდა მისცე, რომ 200-300 მილიონი დოლარი ფული იშოვო. ყველაფერს თავი დავანებოთ. აგერ ბაჩიაშვილის ბიტფური ხო 2 მილიარდ ნახევარი თუ 3 მილიარდის ბიტკოინები აქვს გამომუშავებული ხო რის ხარჯზე ბიზინა ივანიშვილის ნათქვამი იყო რომ იაფი დენი მიეცი გადასახადებისგან გამოან თავისუფლეთ ანუ გამოდის ისე რომ ქართული ხალხის ხარჯზე დამუშავებული ბიტკოინები ვერ გაიყო ეხა ორმა ადამიანმა ეგეთ რაღაცებზე ჩვენ ხო გვეუბნებოდა ბიზინა ივანიშვილი გვიმტკიცებდა რომ საქართველოს კაპიქს არ შეულობს კაპიქს კი არა მინიმუმ 5-6 მილიარდი დოლარი ექნება მაგას ნაშოვი რაც ჩემი აზრით წაჭერილია სადღაცას და ყველაზე მეტად ეგ აღიზიანებს ლილუაშვილზე და იმას რომ და გომელაურზე რომ გადავიდეთ ის რომ ის ჯანგველაძის ძმის მერაბ ჯანგველაძის ლევან ჯანგველაძის ამ კვლელობის გამო გაიწირნენ რამდენი შეესაბამება სიმართლეს თუ უფრო ეს ფულის გამოა ეს ყველაფერი გაკეთებული ფულის მოპარვის გამო ლევან ჯანგველაძის იცით რა არის მოქმედ თანამდებობის პირებს მოატანინებდა ბიზინა ფულს მაგისთვის პრობლემა არ არის რო დაებარებინა ლილუაშვილი და ეთქვა რომ იცი რა არის მოდი ერთ კვირას გაძლევდა 100 მილიონი დოლარი მომიტანენ ლილუაშვილი მაგას გააკეთებდა გომელაურის გააკეთებდა გომელაური მარტო წინდების ფულს დაიტოვებდა ისე მიუტანდა ყველაფერს რა მაგრამ ნახეთ რა ხდება როგორც კი ადამიანის მკვლელობა მოხდა ბიზინას გვერდის ავლით იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ ძალიან ბევრი შეკვეთილი მკვლელობები ხდება საქართველოში ისე ჩამოდიან კილერები კლავენ და ზოგადად ქართველი კილერიც ისე კლავს და მიდის აი თვითონც არაფერი არ მომხდარა ხო აი კაჭარავები და ბესოხარძიანი და რავი უამრავი შეკვეთილი მკვლელობების კი ბატონო და ბიზინამ იგრძნო დაუცველობის განცდა დაეუფლა ბიზინს ხო ეს ეხლა უკვე ლაპარაკია იმაზე კონკრეტულად რომ ეს დედ ჰასანის შვილიშვილმა თუ შვილმა შეუკვეთა მიქაძეებს და პირველ რიგში ფარცხალაძეს 5 მილიონად რომ ეს კაცი მოეკლათ ასე ეხლა ამაზე არის ლაპარაკი და ნუ ხა მიქაძეების ყავს რომ დაადგენენ ცხადია და ფარცხალაძე არის მთავარი მანდ მიქაძე დაკავებულია ნახეთ რა ხდება ვინმეს რომ ლევან ჯანგველაძე რუსეთში იყო ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და
პუტინთან დაახლოებული ადამიანი იყო და ძალიან ბევრი რუსი გენერალი, უშიშროების და თავდაცვის გენერლები, რომლებიც მერე უკვე ოლიგარქებად იქცნენ, მიდიოდნენ ლევან ჯანგველაძესთან და აზრსაც ეკითხებოდნენ და ლევან ჯანგველაძე გამოირჩეოდა თავის პიროვნული თვისებებით, იმიტომ რომ ძალიან დიდ ლავირებას ახდენდა ნებისმიერ ადამიანთან და აქედან გამომდინარე, თუ გონია ვინმეს რომ რუსი გენერლები დღეს ვინმე შეარჩენენ თავიანთი მეგობრის სიკვდილს, ძალიან ცდებიან, მაგრამ ის რომ ზეთხასანის შვილიშვილმა 5 მილიონი დოლარი გადაიხადა რომ ჯანგველაძე მოეკლათ, ну მაგ ვერსიის დიდად არ მჯერა, იმიტომ რომ აბა ისე გჯერა. ნახეთ ეხლა რა ხდება, ისევ ადამიანურ სიგიჟეებს დაუბრუნდეთ, რაც უფრო რეალობასთან ახლოს არის, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მეც მოყვებით მაგაში. ვიცი ამათი ფსიქიკა, ამათი დაკვირვება ვიცი, მე ვიცი ვინ რისი გამკეთებელი არის. ეხლა ნახეთ რა ხდება. როდესაც ფარცხალაძე ჩავიდა მოსკოვში, იქ რამოდენიმე ადამიანი გამოიყენა ფარცხალაძემ რუსული ელიტის და კონკრეტულად საქმიანი ხალხის გასაცნობად. გაიცნო ლევან ჯანგველაძე და ფარცხალაძეს რა მოუვიდა, იცით, რომ ფარცხალაძე დიდად განათლება რო ქონდეს და რაღაცა ტვინი უჭრიდეს, არა მე ეჭვება რა, იმიტომ რომ ისეთ ნაბიჯებს გავდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ოდნავ მაინც განათლებული ადამიანი ეგეთ ნაბიჯებს არ გადადგავს და მე ნახეთ რომ ჩავლებრივი გარეწარი კრიმინალი დამნაშავე ხა ბოტასების ქურდობით დაიწყო თავისი კარიერა, ნუ რაზე ლაპარაკობ. კი, ნახეთ ფარცხალაძე, როდესაც რუსეთში ჩავიდა, უკვე დიდი ფულით ჩავიდა და მას უკვე მოქალაქეობა მიიღო და გვარი რომანოვი. კი ბატონო, ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, რამაც გამოიწვია, რომ რაღაცა კონსილიუმის საბჭომ, რომელმაც 6 თვე იკულიეს, რომ თურმე ფარცხალაძეს ფესვები ქონია რომანოვისგან, რომანოვების შთამომავალი ყოფილა და გვარი ჩაიმეტა, აი ყველაფერი არის ფსიქიკურ შეშლილობას. ფარცხალაძე ისიც ნახავდა, რომ ვერასდროს ვერ იქნებოდა ჩინური აიფონივით იქნებოდა ორიგინალთან მიმართებაში რუსეთში. ვერასდროს ვერ დადგებოდა იმ პოზიციაზე, რომ მას ვინმე რამე შეეკითხებოდა. ამ ყველაფერში უშლიდა ლევან ჯანგველაძე ხელს და მე არ მგონია ამდენი ბოლმის მიუხედავად, როდესაც ლევან ჯანგველაძეს განეიტრალებით შენ ხდები ნომერ პირველი ქართველი რუსეთში, მე არ მგონია, რომ აი ხა ის ფული გადაეხადა ფარცხალაძესთვის რა არის ანუ ფარცხალაძის გადაწყვეტილება იყო ყველას გარეშე, რომ ეს ჩამოეშორებინა საუკეთესო გზა იყო, რომ საქართველოში გაეკეთებინა. კი ბატონო. რო ეს კვლელობა საქართველოში დაეგეგმა, სადაც ლევან ჯანგველაძე ფიქრობდა, რომ დაცული იყო, არ ჭირდებოდა ბევრი დაცვა, ერთი კაცით მოძრაობდა და აბსოლუტურად არ გრძნობდა არანაირ საფრთხეს. ეს იცოდა ფარცხალაძემ და ამიტომ იმიტომ რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა უსაფრთხოების გარანტიები მას მინიჭებული. იცოდა ივანიშვილმა თუ ივანიშვილის გვერდისავლით მოხდა თქვენი აზრით? ზუსტად ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიგო ჯანგველაძის მკვლელობის შესახებ და მან წინასწარ არ იცოდა, რაზეც ჩემი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილთან იყო რუსეთთან ჩამოსული საზღვრის გვერდის ავლით ერთ-ერთი უშიშროების გენერალი, რაზეც წავიდა საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანმა მოსთხოვა პასუხი, თუ მან იცოდა ეს ყველაფერი ცუდია, თუ შენ არ იცოდი, ეგ უფრო ცუდია. ერთ კვირაში მითხარი პასუხი, რაზეც ჩვენ ნახეთ პროკურატურის გაურკვეველი ვაჭრობა, რაღაცა სისულელე თეორიები და ამ ზეწოლამ რუსეთის მხრიდან პროკურატურის მცდელობა, რომ ჩაიფარცხა ეს საქმე, ვერ გადაწყვეტა. რაღაცას ადამიანებზე ვიძახით, მოდი ჩვენ მაგ ადამიანების გარკვეულ წარსულს შევეხოთ ხოლმე, რომ ეხლა ის ფაქტი, რომ მე ჩემი აზრია ეს და არანაირი სხვისი აზრი, ის ფაქტი, რომ მიქაძეები ამდგარიყვნენ და არიქა ზეთხასანის შვილიშვილი იხდის 5 მილიონ დოლარს და ფული ვიშოვოთ და მოვკლათ ლევან ჯანგველაძე, ეს არის რეალობასთან აი სრულიად მოცილებული ამბავი, იმიტომ რომ 5 მილიონი დოლარიდან რა წილიც არ უნდა შეხვედროდა მიქაძეებს, ხო? ჩვეულებრივად ერთი კოლ-ცენტრით იღებენ იმპულს თუნდაც თვეში. ან შეიძლება ორ კვირაში. მე ძალიან მეცოტავა თანხა. კი. ხო და აქედან გამომდინარე, როდესაც პროკურატურა თვითონ გვატყუებდა დასაწყისში, დღეს რატო უნდა დავიჯეროთ იმისი, რომ თურმე 5 კაცზე გაყოფილი თანხა
მაგედან უნდა წილი აიღო ყველას და კილერსაც რაღაცა შევხვედრო და დათო მიქაძე გადაწყვიტავდა რომ აქ საქმეში ჩარეულიყო. მე ვფიქრობ რომ ეს არის ფარცხალზე ფსიქიკური პრობლემები, რომელმაც გადაწყვიტა რომ რუსეთში არ აკმაყოფილებდა ის გავლენები, რა გავლენებიც ჰქონდა. ფარცხალზე ძალიან ვიწრო დროში, ძალიან მცირე დროში შეუვიდა ძალიან დიდი ფული, რამაც განახორციელა რამაც გააღვივა თავისი ფსიქიკური პრობლემები და ამბიციები. ხო და რავი, როგორც ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა, რომ გენერალ ლებედის ხარჯზე გამხდარიყო რუსეთის პრეზიდენტობის გახდა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის დამფინანსებელი და გამარჯვების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ხდებოდა რუსეთის არაფორმალური მმართველი. ფარცხალაძეს თავში რა მოიხარშა, ჩვენ ხო არ ვიცით არა. ხო და დღეს რომ პროკურატურა გვთავაზობს რომ დათო მიქაძე შეასრულა ეს ფარცხალაძეს დავალებით რომ იქნა მოკლული ლევან ჯანგველაძე მე ამისი მჯერა და ჩემი რამოდენიმე საკმაოდ ჭკვიანი მეგობარი ამაში არ მედავებიან, არ მეკამათებიან, მაგრამ დღევანდელი პროკურატურის განცხადება საერთოდ არ მჯერა. ნახეთ რა ხდება ახლა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ვაჭრობს, ყველასთან ვაჭრობს აბსოლუტურად და ცდილობს რომ ჩახლართოს, ცდილობს მოატყუოს ადამიანები იქიდან გამომდინარე რომ დრო გაწევოს. მეტი დანიშნულება მაგის ტყუილებს არ აქვს და დღესაც ზუსტად ის ხდება რაც რეალობა არის, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსებს ეუბნება რომ აი კი ვიძიებ, აი ხო ხედავთ რა დაჭერავს ვცდილობ, გამოვავლინე, აი ესენი არიან ჯოხის გადატეხვა იმათზე უნდა და ვინაიდან რადგანაც ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა ჯანგველაძის მკვლელობის ამბავი, ბიძინა ივანიშვილს უკვე შეეშინდა პიროვნულად, რომ გომელაურ ლილუაშვილი, როდესაც მის ზურგს უკან რაღაცას აკეთებენ, არავინ არ დაიჯეროთ ხალხნო, რომ გომელაური და ლილუაშვილის გარეშე კილერი მოკლავდა ვინმე საქართველოში. ეს არის გამორიცხული ფაქტი. ხო, რატო არ შეიძლება ისიც მოკლან საჭირო დროს? ება ზუსტად თავისი თავი ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ ქმედებაში ხედავს თავის თავს. და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გომელაურ ლილუაშვილმა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის გვერდისავლით თუნდაც ფარცხალაძეს თხოვნა შეკვეთა მკვლელობაში ხელი არ შეგვიშალოთ შეასრულეს, რა თქმა უნდა შეასრულებენ სხვა თხოვნას, ხო? როდესაც 300 მილიონის მფლობელი ხარ, 300 მილიონი დოლარი ეს არის მილიარდი ლარი თითქმის, ხო? უკვე ძალიან ძნელია შენს ამბიციებს, შენ ფსიქიკას ეჭიდაო და ყოველთვის წარდგე ადამიანის წინაშე ამ ხელაფულის პატრონი. მე მეწოდებიან ხოცები, მინდა გითხრა, იმიტომ რომ ამდენი მილიონები აქვს და ვერ ხარჯავენ, ეს არის სიგიჟე. და 300 მილიონი დოლარი, როდესაც გაქვს ნაშოვი და ბიძინა ივანიშვილი კიდე გირეკავს და გეჭკუბება, გაგინებს, ტყეულის და თავში გირტყავს. არ ვიცი, აი ორლობის ვირიც უკვე ვეღარ შეეგუებოდა მაგ ამბავს და ანუ რა ბედიელის ეხლა ფარცხალაძეს. მოდი სწრაფად გავიგე. ფარცხალაძეს რუსებივე გაუსწორდებიან, იმიტომ რომ არ არსებობს მაგათ ძალიან დიდი თუმცა მერაბ ჯანგველაძეს ემუქრება. ძმა. კი, ნახეთ, რუსებმა იციან ბოგნის ჩადება გულში და რაც არ უნდა დრო გავიდეს, მაინც მოხვდები მიწის ქვეშ. მიწის საფარის ქვეშ უпростоრად და ფარცხალაძეს თვითონ რუსებივე გაუსწორდებიან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს დღეს როგორც აერია და დაერია ძალონებში ვითარება, ეგეც არ უნდა დავტოვოთ ყურადღების ქვეშ. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი დგას ყველაზე ჭორიკანა და ყველაზე სხალტი ადამიანის იმედად, როგორც არის დინარაძე. სხვათა შორის შევახსენებ ბიძინა ივანიშვილს, რომ სხარტი გონების არის? კი, სხარტი გონების არა, სხარტი საქციელების არის, რომ ნებისმიერი. სხარტი ჰუმორი ნამდვილად არ აქვს და ნებისმიერი იგდება. ნახეთ, ნებისმიერი სიტუაციიდან თავზე ლაფს გადაისხავს და გამოვა მაგ სიტუაციიდან. ანუ დინარაძის იმედი უფრო აქვს ვიდრე კობახიძის. კი, არა კობახიძე უკვე წასულია. კობახიძეზე გადატეხა ყველაფერი. კობახიძე გაუშვა ირანში მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ირანში რო ჩავიდოდა და სიკვდილი ისრაელს იქ იყვირებდნენ, კობახიძე გახდებოდა პერსონა ნონ გრატა დასავლეთის პრეზიდენტების მხრიდან. არავინ აღარ დაიჭერდა.
ყობახიძე შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი, რომ ხვალე რომ ბიძინამ უთხრას, რომ წადი, ყობახიძე დაემორჩილება, გაქრება პრემიერობის კანდიდატობიდან, ყობახიძეს დასჯის ამ ყველაფრის განაის დაუფასებს ამ მონობას და ერთგულებას, არა. ბიძინა ივანიშვილი დაცვის გარეშე დატოვებს, რომ ქართველი ხალხი გაუსწორდეს მაგას. ყობახიძეს იმდენად დაამცირებს, როგორც ვერ დაამცირა ღარიბაშვილი, ვერ დაამცირა ვერც ერთი პრემიერი. ყობახიძეზე პიროვნულ ზიზგს ამოანთხებს ისეც, რომ აგერ ჩემი დღევანდელი სიტყვები გაიხსენეთ მაქსიმუმ 1 წელიწადს ვიძლევი ვადას. მე ამ გადაცემაში მინდოდა ეგეთი რაღაც მეთქვა, რომ სხვათა შორის ბიჭებო, აბსოლუტურად ყველაფერს ვიწერ, ყველა გამოსვლები თქვენი აქციაზე მისვლები, ყველა დაკავებები, აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს შენახული, არა მარტო მე, გარკვეული ადამიანები არსებობენ, რომლებსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს საქართველოში. როგორ პოლიციელებს მიუმართავ, რომლებიც დღეს არიან მოკალათებულები თანამდებობებზე, დადიან ძვირადღირებული მანქანებით, ჩვეულებრივი ჩეჩნეთი რო აქციეს საქართველოს, მოგმართავთ თქვენ. ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად ჩაწერილი, ყველაფერი გადაღებული არის ტელევიზიების მხრიდან. თქვენი თითოეული საქციელი, თითოეული ამბავი, რომელიც ტელევიზიებს გამორჩათ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი მე, სკრინებით და ყველანაირი მტკიცებულებებით, რომ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, თქვენ ვერანაირად ვეღარ გაბედოთ ან პასუხისგებლობას არიდება თავიდან, ან სადმე მიმალვა. პირობას გაძლევთ აბსოლუტურად ყველას მოგეთხოვებათ თქვენი თითოეული ქმედება. ეს არ არის ვანო მერაბიშვილის დრო, როდესაც სმარტფონები არ არსებობდა და ადამიანებმა მხოლოდ გადაცემით და გადმოცემით იცოდნენ თუ სად რა დანაშაული მოხდა. ყველას აქვს სმარტფონი, ყველა ინახავს ამ ვიდეო ჩანაწერებს და მე ძალიან მიყვირს იმ რიგითი პოლიციელების, რომლებსაც ფეხსაცმელი აქვს გახეული შიმშილისგან, უფულობისგან და აღარ იციან ოჯახები როგორ არჩინონ. ყველამ კარგად იცის თუ რაოდენ ბიძინას ხვალე რო იძულებული გახდეს ამ ადამიანებს სამსახურიდან გაუშვებს, სანქციებს აკიდებს, გაასწორებს მიწასთან. და თქვენ ისი იმედი გაქვთ, ვინ გონიათ რომ დაგიფასეთ რონი მესხი, გეკა გელაძე, მამუკა მდინარაძე თუ ვინ გაისურება თქვენი ზონდერობის გამო, ვინ გაისურის თავს, არც არავინ, ყველა თავის თავს გადაარჩენს და თქვენ დაარჩებით ქართველი ხალხის ამარა, რაც სრულიად სამართლიანი იქნება, რომ თვითონ ქართველმა ხალხმა მოგთხოვოთ პასუხი. ეს იქნება ჩემი მიმართვა იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც 4 ოქტომბერს დაიწყებენ ახლა ზონდერობას, ადამიანების ცემას და სასტიკ წამებას. რაც შეეხება ახლა დღევანდელ გიორგი, ახლა რა მინდა გითხრათ, ბოლო 2 კითხვა მინდა დაგისვათ. ერთი, რაც დასაწყისში ვთქვით, რომ ანუ ამ კაცმა რა გააკეთა, ახლა შენც მოყევი, რომ ყველას მოატყუა, გადაიმტერა, ანუ ძალიან დაავიწრობა წრე თავის გარშემო, ხო? რომ თავი დავანებოთ რაღაცა დასავლეთ ჩინეთს და ასე შემდეგ, ანუ შიგნი რა ხდება, ხო? აქამდე ეს სისტემა იდგა იმაზე, რომ აი ყველას გაქვთ თქვენი მოსაპარი. ანუ მოიპარეთ, იყავით კარგად და ამიტომ დაიცავით სისტემა, იმიტომ რომ თქვენ თავს თქვენ კეთილდღეობას იცავთ და ამაზე აწყობილმა სისტემამ, ამ პრინციპზე აწყობილმა სისტემამ კარგად იმუშავა. ეხლა რა ხდება, ხო? მისი ყველაზე ახლო ასე ვთქვათ დამცველები, როგორც იყვნენ ლიბუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური, ესენი მოიშორა. გარდა ამისა, აი მის გარშემო მყოფ ხალხს, რომელიც აქამდე ფულს აკეთებდა და ამიტომ სისტემას გააფთრებით იცავდა, რადგან თავის ფულს იცავდა, ეხლა გაუგზავნა ასეთი მესიჯი, რომ ყველანი დაუცველები ხართ, როდის გახდებით ჩემი მსხვერპლი, არავინ არ იცით. ანუ რაღაცა ძალიან ეს სისტემის ღერძი მოირყა ჩემი აზრით. და ზოგიერთი ამბობს, რომ აი ამით უფრო კონსოლიდაციას აკეთებს ხელისუფლების, ახლა რასაც აკეთებს, აი გააძლიერა ყველა დააშინა და ეს გამოუვა თუ პირიქით დასუსტებაა ეს. არა, მისი სისუსტე რა არის? ხო. ბიძინასი აღარავის აღარ ეშინია, მოქმედ გუნდის წევრებსაც და ყოფილებსაც საერთოდ აღარ ეშინიათ. ბიძინას უძლიერესია მართალია ის რომ ამბობენ რომ გადიჟდაო საბოლოოდ, ხო? იცით რა არის? მე რომ მქონდეს ახლა სამედიცინო განათლება, მის ფსიქიკურ მდგომარეობას შევაფასებდი ფურცელზე, მაგრამ ვინაირადაც არ მაქვს სამედიცინო განათლება, ამ ეთერში შევაფასებ და მისი ყველა ქმედება უდრის სიგიჟეს. და ეს, ანუ ეს ყველას გაცნობიერებული აქვს მის გარშემო და ეს რას ნიშნავს?
კი, რას ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უკვე ბერკეტები დაკარგული. ბიძინა ივანიშვილი 4-ში თუ დაინახავს ხალხის ძალას, ბიძინა ივანიშვილი დაღვრის სისხლს, ყველაფერზე წავა. იცით რა არის? ერთხელ მქონდა ეგეთ საუბარი ერთ-ერთ მეუფესთან და ზუსტად ეგრე ხდება მგონი ყველაფერი, რომ მიშამ თუ აქედან გაასწრო, ბიძინა ვერ გაასწრებს. აი ეგრე უწინასწარმეტყველა ერთ-ერთმა მეუფემ, რაშიც მე დღეს დავეთანხმები. ნახეთ ახლა რა ხდება. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი თავის ეჭვებში იხრჩობა და უძლეველობის მითი იყო მასზე, რომ აი ბრძენი კაცი და ჭკვიანი კაცი ხო? სამ თვეში ერთ-ერთმა გულიანმა პოლიტიკოსმა სრულიად მიწასთან გაასწორა ბიძინას უძლეველობის მითი. ეს არის ლევან ხაბეიშვილი. რა გააკეთა ხო? ხო შეიძლება რაღაც სხვა გამოგონილი ძალიან სწორი სტრატეგია აირჩია ძალიან და მაგიტომაც დააკავეს. ხო შეიძლება რაღაცა გამოგონილი ბრალდებით. კი ბატონო, გამოგონილი ბრალდებით დაეჭირა, რაღაცა შეეთხსა, მაგრამ პოლიციელებს რაღაცას დაპირდა თუ ისინი ხალხს არცენდნენ, ანუ აი აბსურდი სიგიჟე, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ბიძინა ივანიშვილმა როდესაც დინარაძეს დაავალა ეს ყველაფერი გაეკეთებინა, ბიძინა ივანიშვილს ეჯერა, რომ დინარაძეს საკმაოდ ბევრი გამოცდილება ქონდა ცხოვრებისეული, ასევე პროფესიული და ამ ყველაფერს გააკეთებდა უმაღლეს დონეზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნა, რომ მამუკამ დინარაძეს ხელით შერჩა ერთი სრულიად ბრიყვი თავის პიროვნებაში გაურკვეველი ადამიანი, რომელმაც არ იცის რა გააკეთოს, მაგრამ ნახეთ მაგაშიც რაღაც ჩემებურ დასკვნას გავაკეთებ, რომ მამუკამ დინარაძე მთელი ცხოვრება არა, ბოლო 10 წელი იდგა და ლაფს ისხავდა თავზე. ის შეეჩვია ამ ლაფის დასხმას. დღეს რომ წელში გაიმართოს და ლაფის გარეშე იცხოვროს ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ერთგვარი ნოსტალგია დაემართება ლაფის გარეშე ცხოვრების შემთხვევაში. და დადგა და დღეს ისეთი რაღაცა გააკეთა, რომ თავისი ნებით გადაისხა კიდე ლაფი. და ბიძინა ისეთი ეჭვიანია, რომ ლევან ხაბეიშვილის სიტყვებში დარწმუნდა, მან დაუშვა, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო და სხვათა შორის მოხდება კიდევაც ეგ ყველაფერი, რასაც ლევან ხაბეიშვილი იძახდა და გააკეთა ის, რაც კიდევ რა, რაღაცები მოხდა ბურჭულაძე დაიჭირეს, რამე გამართდა. ბურჭულაძის დაჭერაზე პატარა გადახვევას გავაკეთე. ბურჭულაძე თანახმა იყო, რომ ფული ჩაეტანა სუსში. ბურჭულაძე თანახმა იყო, რომ ყველაფერი აბსოლუტურად დაეწერა ღარიბაშვილზე. ბურჭულაძე ითხოვდა სიცოცხლის ხელშეუხებლობას და თავის უსაფრთხოებას, რადგან ვერ მიიღო გარანტიები მაგაზე და აქედან გამომდინარე დაიწყო მან დროის გაწელვა, თავი დავარტყი, ტვინის შერყევა მაქვს და მთელი ამბავი და როგორც ბურჭულაძეს ძალიან ახლო ადამიანი, მე მეუბნებოდა ბურჭულაძეს ჰქონდა იმედი 4 ოქტომბრის. კი, სხვათა შორის სასამართლოში მივიდა ერთ-ერთი მისი ახლობელი პაატა ბურჭულაძესთან და იგივე უთხრა, რომ 4 ოქტომბრის იმედი აქვს. ისე ბევრ ხალხს აქვს 4 ოქტომბრის იმედი? კი ბატონო, და რატო ეხა გეტყვით ეკა. როგორია შენ ხარ განყოფილების უფროსი, არ გაქვს იმ ხელა შემოსავალი, რომ შენ იცხოვრო კარგად, მაგრამ არ წყვები შიმშილში. უყურებ, რომ შენ ხარ ან განყოფილების უფროსი, ან რიგითი პოლიციელი, რიგითი სახელმწიფო ნებისმიერი სტრუქტურის თანამშრომელი, შენ აკეთებ შენ საქმეს და გახედავ და დეპარტამენტის დირექტორები, მინისტრები, მოადგილეები 20-25 მილიონს ფულს არ ეძახიან. უკვე აქ დაწინაურების და კეთილი ცხოვრებისკენ კი აღარ იბრძვი ადამიანი, არა, უბრალოდ დაიღალე ამ ყველაფრით, რომ შენს ხარჯზე ეს ადამიანები ხდებიან 100-200 მილიონის ფლობელები. აი, შინაგან საქმეთა სამინისტროში რო გახედო, ხო, წინა დეპარტამენტის დირექტორები 10-15-20 ბინების მეპატრონეები არიან, როდესაც რიგითი პოლიციელი იხრჩობა ერთი ბინის კრედიტის გადახდაში. ეხლანდელი პოლიციის მაღალჩინოსნებს, როდესაც შეხედავ, იგივე წრეზე მიდიან და რიგითი პოლიციელი იხრჩობა სტუდენტური სესხის გადახდაზე. თქვენ გონიათ ბოლო კითხვა. ინტერესი 4 ოქტომბრის, ძალიან დიდი ინტერესი აქვს და სხვათა შორის დავამატებ, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი, რიგითი პოლიციელები ძალიან დიდი მოთმინებით და დიდი მოლოდინებით ელოდებიან 4 ოქტომბერს. საინტერესოა. ნახავთ ძალიან მალეა 4 ოქტომბერი. რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ივანიშვილის სისუსტეზე ვაფარ? იცით რა არის, ბიძინა ივანიშვილს თუ გავითვალისწინებთ, რომ არის ათეისტი, მას ღმერთის არ ჯერა. სამღვდელოებას ძალიან აგდებულად ექცევა.
მაგალითად ვარ მომსწრე იმისი, რომ დედამისის 40 სუფრაზე როდესაც მეუფეები მოვიდნენ და დაჯდნენ, ბიძინა ივანიშვილმა თავის ძაღლი აიყვანა და სუფრაზე დასვა მეუფეების მაგიდაზე. ანუ ამით დაამცირა მეუფეები. იქიდან გამომდინარე, რომ მას რწმენა არ აქვს. მისთვის არ არის ძვირფასი არაფერი, გარდა ფულისა და თავისი იმ ეჭვების გამართლებისა, რასაც ეჭვობს. ის თავისთავად ბრძოლობს, როდესაც ეჭვი გაუჩნდება რაღაცაზე, ყველანაირ გზას იყენებს იმისთვის, რომ ის ეჭვი მან გამოიძიოს და მართალი აღმოჩნდეს. იმიტომ რომ როგორც კი ის ჩაფლავდება თავის ეჭვიანობებში და როდესაც თავისი ინტუიცია და ეჭვები აღარაფრად აღარ გამოადგება, ხო? აი მაშინ იქნება უკვე ძალიან რთულ დღეში ბიძინა, იმიტომ რომ ეხლა ბიძინა მე მგონი უკვე ეს პერიოდია. მე მგონი ამ ეჭვების ძალიან გძნობს თავს და 4 ოქტომბერს შეხედავს ხალხის ძალას. თუ ხალხი გამოვიდა და მან საფრთხე იგრძნო, ხო? ჯერ შეეცდება ოდიოზური ფიგურების მოშორებას, გადაბრალებას ყველაფრის, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებს, ყველას პასუხს აგებინებს აბსოლუტურად. დაიწყებს ამათ მასობრივ დაკავებას, მასობრივ ჩარეცხვას, მასობრივ მოჩორებას, იმ პირობით, რომ იქნებ ხალხმა უხეშად რო თქვა ჭამოს. თუ ხალხი ამას არ შეეგუება, ბიძინა აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იმასაც ფიქრობს, რომ თუ ეხლა მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები, ზუსტად ის ადამიანები ჩასცემენ ზურგში ლახვარს, რომლებიც დღეს მისი წყალობით მილიონებს ფლობენ. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების უფრო ეშინია ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობისა ნებისმიერი მოქალაქის. ეს მართალია. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის, რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი დიდი ინტერესით მოусმეს. ეს იყო გიორგი მუხიგულაშვილი. მე ამით გემშვიდობებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ და გამოყვებით TikTok-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.